ფერგისონის დროს ჩამოვედი ამერიკიდან, ჩავთე და ბიჭო შენ გაიჩიტე. ეგ რომელი წელი იყო? რაღაცა 98 თუ 9 რაღაც ეგეთი წლები იყო რა. შეგვიძლია. ეხლა როგორი სიტუაციაა, მეგობრებო? მე და ირაკლი ვარ ძოლიან მაისურებს, ვითომ ჩვენ გიჟებივართ და ეს ვითომ ნორმალურია, მაგრამ რომ გამოსწორებადი სიტუაცია იპოვა, თავს დაიხურა ეს. რასაკვირველია, იმიტომ რომ კომაგი ვარ. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა 25000 გამომწერი შეგვისრულდა. ეს ნიშნა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა მე დაგითხრათ ჯიგრულად, აი, კაი ხალხი ხართ და მნიშვნელოვანია რა. ირაკლი კანდაბაძეა დღეს ჩვენი სტუმარი. მიხვდებოდით ისედაც წარდგენიდან გამომდინარე და მე მგონი კაი სასიამოვნო საუბარი გველის დღეს და 1 საათი რამდენიც იქნება წავიდე და გავიაროთ ყველა კარგი თემა. პოლიტიკას არ ვეხებით. სამედესეო აკადემიის კურსდამთავრებულები მე და დიმა ამ გადაცემას ვიყია ლაილაი, მაგრამ ძირი სამედესეო აკადემიამ ჩამყარა ეს საფაქი მოგიგონი, იმიტომ რომ მე დესი ვეძახი დიმას. და ასე რომ სამედესეო აკადემია გილოცავთ და მადლობა ყველა სენიორებო, სენიორიტებო, ჯიგრებო, ამიგოებო, ვინც არ დაიზარეთ, გამოიწენეთ, ალაიკეთ და ჯიგრები მე არ შემიძლია რომ უთხრა, მეც უნდა უთხრა, იმიტომ რომ ჩვენი ჯიგრები არიან და კაი კომენტარებს გვიწერთ და მართლა გულიწური ირაკლი კაკაბაძე, რა თქმა უნდა, თავადი კაცი. ესე ფაქტობრივად მე რაც ვილაპარაკე, ყველაფერი გაიმეორა. როგორც ხანაერი ჟესტიკულა. ეგ არის თავარი, როგორ განავწოთ. სხვადასხვა მამის მხრიდან არ ვარ თავადი. კაკაბაძეები არიან თავისუფალი გლეხები. ამა ჩემი დეჩენთან რო ქონდა ხოლმე ამ თემაზე საუბარი, უნებოდა რომ ჩვენ ვართო ეკლესიის კუთვნილი გლეხები. პატარა კოხიდან. ასე რომ პოლიკარპე და ასე შემდეგ დავით კაკაბაძე ისეთი დიდები იყვნენ რომ ისინი თავადებს ადემატებდნენ. ეხლა შენ უთხარი შენი გვარის ისტორია. მოვუყევი შენი ვერსია. ჩემი ვერსია არის დაწერილია რომ მე-12 საუკუნეში ესპანეთიდან ჩამოვიდა. კი, გასულ ჩამოსულები ანუ ბროშურა კაკა, კაი რა. იბერიელები ხართ თუ რა თქმილი სიტყვა იყო იბერიელები? იბერია. მანდ ხა აი ამ ტიპში წერია, ეხა ის შენ და ძიმას მოგიტანეთ, ზუსტად ამ საკითხზე არის. როგორ ეხა უნდა გადმოგცეთ ორივეს, ჩემო ბატონო, ეს არის ჩემო ბატონო შენი არ შეგესალოს იმისი არაფერი არ მინდა ვარში. ეს ნოდარის ჰელიოსის შვილები და მსოფლიო წესრიგი. ურმესი მადლობა. აი მოგეხსენება ჰელიოსის შვილები. ჰელიოსი დაახლოებით როდის იყო? დაახლოებით მე-14 საუკუნის შეწყვეტილს ხოლმე. ხო, მაგას ყავდა შვილები. ანუ აიეტი ჩვენი კოლხეთის მეფე, ჩვენ კოლხეთის მეფე აიეტი, მისი მერე კიდე იყო პერსევსი, ერთ-ერთი ძმა, ერთადერთი ძმა, კიდე იყო კირკე, ანუ ცირა, ქართულად ცირა არის კირკე, რომელიც იყო კუნძულ აიაიას მმართველი და იყო აგრეთვე პასიფაე, რომელიც იყო კრეტის დედოფალი და მეფე მინოსის ცოლი, ჩემო ბატონო. ეხლა რა ხდება უკვე ნოდარ შენ ეს გეხება და ამიტომ ეს კარგად გავაგზავნოთ ირაკლი რა ხდება ეს მაისური მეგონი მას უნდა ჩავასვა. ეხლა უყურე ჩვენი პირველი პრეზიდენტის არაჩვეული მეცნიერის და მოაზრონის ზოგადად გამსახურდია საქართველოს სულიერ მისიაში, ზუსტად ეს ვერსია არის, ნიკო მარისგან მოდის ეს და არა მხოლოდ ნიკო მარისგან, ჰუმბოლტი, შელინგი, ფურნიე და ასე შემდეგ, მთელი მსოფლიოს მეცნიერები არიან ამ ეჭაროები. ის ამბობს, რომ კავკასიის მთებიდან მოხდა მიგრაცია, დაახლოებით 3000 წლიდან იწყება კალი-იუგა, რა ეს 5000 წლოვანი ძალადობის პერიოდი. ეს 5000 წლოვანი ძალადობის პერიოდი. წევიდან ქვემოთ, ჩემო ბატონო, წევიდან ქვემოთ. იმან დააჯერა ესპანეთი და როაზე ხარ ისე რასაყოლია. და შუა ზღვის აუზი მთლიანად დაიკავა პელაზგებ ეტრუსკულ იბერიულმა მიგრაცია. აი სიმსივეები ეთქვა აქედან წევიდან იჩინე. ირა. მე იქიდან წამოვიდნენ უკან. ერთი რაღაც გამოხდა, ერთი აკლია ამის გვარს. ასვაგია. ნუ. ეს მე მოიფიქრეს, კაი დისკრედიტაციაში. ეგ რა არის, მე მოიფიქრეს დისკრედიტაციაში, რატო იცი რომ ესო იყო კომა ივანოვის ორგანიზებული იყო, რა? კომა ივანოვი რომ ჩამოდიოდა სტილო რომ დაემტკიცებია რომ ეს არა ასწორი რომ ქართველები просто პროტოიბერიული, პელაზგური, ეტრუსკული და ასტრა იბერიული ასე. დიმა, ასე რომ შენ ისინი შეგეძლია გაჩერდი და ეხლა ირაკლისთან იტიპა წიგნი გადაშალა, თვითონ ნახატებია, ნახატებია უგეთია, იცის ის რომ ისრის იმ სანიშნეს და თორემ კენიდეს ამოთხარა კინაღამ თოლის ეატრია და გავყარა პირდაპირ. და თავარი უთხრა დიმა, სად ვიმყოფები ჩემი ცოცხალი. ბილი, მე რა მაინტერესებს, ჩემი შეკითხვა ესეთია, რომ შენ საგვარეულოში უთქვია ვინმეს, რომ ისა ხო, არა, იცი როგორი ამბავია, რომ უთქვია ვინმეს. ესე იგი
რომ ჩვენ აქედან წევედით იქ და მე იქიდან დაბრუნდით აქ. არა, ეგ არ ვთქვი. მე ვიცი რომ იქიდან დაიძრა. ეხლა უფრო საინტერესოს გეტყვი. კამპნოუზე ვარ და ჩემთან ერთად არის ცნობილი კატალონიელი მწერალი ლუის ურპინელი. შუც კატალონიელები ორი ლ რო წერია, იმისგან კასტილიელებისგან განსხვავებით ხმარობენ ლ, როგორც მეგრელები ზუსტად. და მაგათი ერთ-ერთი გუბერნატორი იყო მარგალია და სოფელი აქვს მარგალიეფ. კატალონიაში ბარსელონის გვერდზე და მეუნება ლუის ურპინელი მეუნება რომ ბიჭო ეს ჩვენ იბერიელებს რო გვეძახიანონ კატალონიელებიც იჩამებენ იბერიელობას და ბასკების რა თქმა უნდა კასტილიელების გარდა კლიანად პორტუგალიელებიც და ასე შემდეგ ასტურიელები და ასე შემდეგ ყველანი არა ამბობს რომ თქვენო იბერიელებიო თქვენგან წამოვიდა იმიტომ რომ აქო პირველი ისენიო წყაროები მიგვანიშნებს მხოლოდ მე-6 საუკუნეს ჩვენ წელთაღრიცხვამდე და თქვენ ბევრად უფრო ადრე არსებობდითო ეს არის მაგარი პოეტი სხვა შორის კატალონიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და ამ ბარსას ფანების ერთ-ერთი ლიდერი და ასე შემდეგ ნუ კატალონიელი ასე თქვა ის არის რა პატრიოტი კატალონიის და მეუბნება რომ ჩვენო თქვენგან მოვდივართო და შენ ეს არიციო და მე პირი დავაყენე ყოფილა მაგას არა ეგრე თქვენი ხარ ჩვენო თქვენგან მოვდივართო იმიტომ რომ თქვენი მიგრაცია იყო აქო და ბერძნება მე-6 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე დააფიქსირეს რომ კატალუნია არა არისო ისევე როგორც ბასკეთი, ისევე როგორც სარაგოსა და ასე შემდეგ, არა და ისევე როგორც კასტილიანო. არა, ეგენი ყველანიო იბერიელები არიან პორტუგალიელების ჩართო. ანუ კრისტიანო რონალდოც კი იბერიელია, ასე თქვა. ასე რომ სერხიო რამოსი და ასე შემდეგ. ასე რომ ირაკლი, ვივა იბერია, ვივა ხეორხია. და უფრო მეცაც გეტყვი, ხა მე და ძიმას რო გვაცვია. ესეთი მაისურები რატო? რომ პირველი ეტრუსკებიც აიაზე რო იყვნენ. აია ხო არის ქუთაისი? აი სიგურად ხო კი დიმამის კოკო ჯამბო ილიასოვა აი არის ზუსტად იმ კუნძულის სახელწოდება რომელზეც ცხოვრობდა ცირა ანუ კირკე მეფე აიეტის და რომელმაც გაანაშენიანა პირველი რომაელებიც და იუვენტუსის ხალხიც ასე თქვა და რომასიც ხა ჩვენ ფორმას ცოტა იუვენტუსს გავს კი ბატონო ეგენიც არიან ეტრუსკული წარმოშობის რომელსაც აგრეთვე აქვს პროტოიბერული და ძველი ეს ცივილიზაციური ცენტრებია რა შესანიშნავი ლექცია ჩემი გვარიდან გავაგრძელეთ ჩავედით ჩემის ამ შენი გვარი რა შეგვეცი რაღაც სიმსივნეა და თუ რაღაცა კაც მოაყოლო თელი ისტორია აფერისტია ჩეულებ ჩემ გვარზე რა უნდა გაგრეხი ობოლადზე მოგესალმებათ რა პრობლემოთ საერთოდ რა ტახტისას და უღირთა ყოფილა ის ბეშევიკი ობოლადზე ხოცხოცავდა თუმე ბიჭო ერთ გვარი გააცნობილია სურას ლაპარაკობს ქუჩა იყო და გააუქმეს შენი და ჩემი გვარი ჩვენ აქ ვიყავით და აი ჩემი ბაბუების შესახებ ყველაფერი ისი ვიცი გასულ ეს ბაზარია და რა იცი რომ ჩვენ შეიძლება ვიმოგზაურეთ იქითკენ როდესაც მეფე აიეტი მისდევდა მედეას და იასონს იქ შენი და ჩემი ძირამპრებიც იყვნენ იმ გემში დიდი ფლოტი ყავდა 1297 წელია ჩვენ წელთაღრიცხვამდე. მთელი ხმელთაშუაზღვა დაიპყრო. უბრალოდ ჩვენი წინაპრები უკან გამოყვნენ და აიაში დარჩნენ. კავსახდი ეხლა. შენი როდარის წინაპრები დარჩენ ესპანეთში. ნუ კაი ჟანდარმები დავაგდეთ ეგრე ბილი ბერკის ირლანდიური პაპში ვიყოფებით კოსტავა 77 სეტანტა სეტე გვია ტრადიცია ჩააგდო და ჩვენ ყავს მეგობარი სპონსორი რაც είναι ის დაარქვით კომაგი ეგარ ბაბოს კომაგი და გუშინ აი ამ გადაცემას წერთ ისეთ დროს იბერიას თამაში ჩავლილია სამწუხარო იბერია გამოვარდა და გუშინ აი როგორც პირველი იბერია გამოვარდა და კი არ გამოვარდა შევარდა ჩემო ბატონო მთელი ხმელთაშუაზღვა დაიპყრო და ეხლა ესენი თუ გამოვარდნენ რა პრობლემაა ეს ქართულად არის ეს რატო ლეგიონერები ყავთ და იმიტომ ლოტოწუნი კი არის ჩვენი მეგობარი კომაგი გუშინ ბანერიც დავინახე კიდევ არაერთხელ მეორე მატჩი იყო უკვე ნახე ლოკომოტივზე და სასიამოვნო იყო ყველაფერი უბრალოდ კომაგობა სხვათა შორის ხალხის სიმრავლე დაარჩა გუშინ სტადიონში ეხლა კბილები რომ მქონდეს აღარ დაგვეჭავდი შენ არის მაგრამ დაჟე სადამა აღარა 15 წელი აღარა მაქვს ჩემი კბილები გასო გონდო კეკელიას რო უთხეს იცი ეგ მოია 86 წელს არის ბანო მოია ჭამს რაღაცა რა და კბილისელი ძალიან ისეთი ჩემთან სახში არის და ქალბატონები არიან და და იცის ჩემო ბატონო აბა ჩემო ბატონო რაღაცა ჩემო ბატონო მაგისგან გადავედი ბონდოკელები გაისიხვა მეც მოგ ხო შეხ შევეხმარო მაგას ეხა უკვე ეს იცის და კმელები ჩაკაცკაცებული და ბატონო ბონდო იყარეთ თქვენ გაიყარეთ ბატონო ბონდო 86 საათზე
ეს კბილები რაღაცას მოწამოც და ეს კბილები თქვენია. შეხედა და ჩემი აბა $500 მივეცი და ჩემი არ იქნება. ეგ ამოვიეთე. ეგებია რა. მაშინ ირაკლი 90 წელს შეგვეგა და ეგ ის ოქროს კაცია, ტურაშვილმა მოყვა ერთი და ტურაშვილი არა მაგაზე ყვება, ხო? პეოპლეოვის პეოპლე. და თუთაშიას მაყურები და შვიცერიას ერთად არ გექნება ეს კინო ნანახიო. იქ ვიყავი ამერიკაში და ჩამირთო და შვიცერიას იქ იყო ესეთი ამბავი, რომ ბონდოს ქონდა, ეხლა ჩამოდიხართო, უნდა გაჩვენოთ ქართული ფილმებიო და ქონდა უამრავი VHS-ის კასეტები და ეხლა ჩავედით ჩვენ ეხლა ბევრი ხალხი იყო იქ ზაზა იყო მამულაიშვილი სოსოდოლიძე და ასე შემდეგ ბევრი ვიყო გიაჭკუასელი და ასე შემდეგ რა და ეხლა გვინდა ყველას რაღაცა ამერიკულის ყურება და ბონდო ესე იგი საღამოს 9 საათზე იძინებ თავის იმაში შედიოდა საძილე ოთახში რა და რო შედიოდა კბილებს მეიხსნი და ჩეფჩიქს დაიხურავდა და ჩაიცავდა იმასთან შედიოდა ყველა მიცოდა რომ ამ დროს ტელევიზორში ჩართოს შეიძლება და ჩავდა ტელევიზორი და ელა ფიცჯერალდის კონცერტია ხა და ვაი ელა ფიცჯერალდი თუმათეუნებთ ერთმანეთს და ყველა შეიკრიბა და უყურებთ ხა და ხმა ცოტა არის აწეული რომ მუსიკაა და გევიღოთ რაც ხა და პატარა ტელევიზორია ასეთი და უყურებთ და ეს კინოები ყვაწყვია ესე და უცებ შებორმის ბონდო ჩეფჩიქში კბილების გარეშე აი რაშტები თქვენ გათახსირებულებო დაგავისტათ სამშობლო ვინ არის აი ცხელი კარტოფილია პირში ესენი ფშუტურები არიან ბიჭო ფშუტურები გამოდეხო იდეური იყო ხო აი რო უყურებ აი ეგრე გამოგოწოა ფშუტურები არიან მაგერი კაცო რას უსმენ თათათასიძახიან თათათათა ინგლისური არ აინტერესებდა საერთოდ მაგარი ისტორია თათათასიძახიან კაცო შეხედე ივანე კოტორაშვილის ამბავი ჯეუბატონო და დაახკედა რაღაც ვარიანტში მართალი აღმოჩნდა იმიტომ რომ ამერიკული მასპროდუქცია ხო მართლა ეხა ჰოლივუდის მასპროდუქცია ასე შემდეგ ხო ნაგავია და ეხა საერთოდ ბონდო ეხა ამას ყველაფერზე ავცელებდა მაგრამ პრინციპში მართალი იყო ძირითადში 90% ბონდო იყო მართალი ისე ეხა რო გიყურე შენც ყველაფერს სადაც დადიხე ყველგან უმართავს ლაპარაკობდო მართლა გეუბნები ფორმა გაქვს რაღაც გამოხატულების ისეთი რომ არავის რო არ მოწონს ყველაზე მაგარი თემა ეგ არის ალბათ ხო ეგრეა და არტისტი ერთი და შენი თეატრის მიმართულება გაქვს რა თითქოს ეხა ხუმრობთ და ის აუცილებლად უნდა ასეთ, იმიტომ რომ მაყურებელმაც მოგწერა რა ის ცნობილი თავის პანტომიმის ელემენტებით გამოხატული უსიტყვო მოქმედებით მე იქ ყველაზე მაგრამ მერი მომწონს ადექის არა ეგ ადამიანი ის მაგარი ჩემში ზის ეგ თემები რა ამ დადი თქვენ ამას ფეხბურთელებზე რითმები ლექსები თავისუფლად შეგვიძლია მე გავხსენები რომ გოდილის პირას რო იქნება მაშინ რომ არ წავიკითხო რა დამიწერე ირაკლი მაგას ვეუბნები რომ შენ რა ესე გამოსცე პატარა ესე ბროშურა რა თქმა უნდა გამოსცემა შეჩემა ხოლმე კოტე კუბანეიშვილს მეთქი შენი რითმებით აჯობებ ისეთი აქვს ყველა ფეხბურთელზე თან ყველაზე დაწყებული რა ვთქია ფეხბურთი მაგარი თემაა ხო შორის ფეხბურთი მაგარი თემაა ფეხბურთი კი ბანა ყველაზე მაგარი ფეხბურთი საკლუბოზე ალექსი უნდა დაწერო საკლუბოზე შეიძლება დაწერო თავისებური სკაბრეზული სარკასტული აი მოდი ფეხბურთზე დავიწყოთ აი პირველი თან შენ იმ ამბებს ეს ძალიან სერიოზული ვიცი აი ტურაშვილსაც ეკითხე დათო რო იყო იმ პროცესებში ჩართული ხალხი აი იყო რასიშთა ჩვენთან რო იყო მოსული ჩვენთან რო იყო აი რო დავიწყეთ პირველი ეროვნული ჩემპიონატი მოდი მაქედან დავიწყოთ უბრალოდ ჩემი აზრი მაინტერესებს ჩართული იყავი პოლიტიკურ მოვლენებშიც და აი რა განწყობით ხდებოდი მაშინ რომ ეროვნული პირველი ჩემპიონატი იწყებოდა და იმედებით ვიყავი მათ შორის ძალიან მადლობელი ვიყავი ბატონი გურამ პეტრიაშვილის მაშინ 90 წელში ეს იყო 90 წლის თუ არ ვცდები თებერვალ-მარტში მოხდა ფედერაციის და ბატონ ნოდარ ახალკაცის ფარსადანოვიჩის დიდი კაცის და გურამ პეტრიაშვილმა ძმებმა პეტრიაშვილებმა და მათ გაიტანეს ეს საკითხი ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის ბორის პაიჭაძეს წინააღმდეგი იყო მაგრამ ძალიან საინტერესო რა იყო რომ პირველი მატჩი ხო გახსოვს ძიმა როგორ იყო პირველი მატჩი გაიმართა დინამოს სტადიონზე და თბილისის იბერია და ფოთის ბორია პაიჭაძის გუნდი წარმოედგინეთ და პირველი მერცხალის გუნდი იყო ფოთის კოლხეთი შეხვდა და მოუგო იბერიას და ეს იყო ძალიან საოცარი მომენტი იყო ის რომ საქართველოს ჰიმნი ნამდვილი ჰიმნი რაც ჰქონდა ჩვენი პოწკორაშვილის დაწერილი არაჩვეულებრივი გაისმა ამდენი ხალხი იყო მისული და იქ იყო რა თქმა უნდა მაშინ როგორ მეგონა რომ სულ ესე ვიქნები 100000 კაცი ფეხზე დგომით ხო მალე გაჩერდა ეგა ისეთ ემოციები მე მახსოვს ეგ ემოცია და შემდეგი ტურზე რომ მივედი
და 500 კაცი. მაგრამ იყო ძალიან მაგარი, სხვა შორის ძალიან კარგი ხო? ხოცა შემდეგ ტურზე უკვე აღარ იყო ხალხი მალევე? მე ცოტა ხელიანობა სამძიმე დრო იყო. არა, ვიცი, ყველა ისეთი პრობლემები იყო, ჩაგლენებული ყველაფერი და ეს იყო რაღაცა თემ სოფლიოში გაშუქდა მე მგონი შეძლებს დაგვარად ეხა მაშინ სად იყო ეს არ იყო ეს ჯამთა ტელეფონი რაც გინდა პირველი რესპუბლიკა იყო საქართველოს რომელიც შექმნა საკუთარი ფედერაცია დიდი განხილვა და ართა სხვადასხვაობა უწევდა უძღოდა წინ ძალიან დიდი რა აი შეურაცხყოფებიც კი იყო ერთმანეთის როგორც ხო არა ჩანაწერები საერთოდ ხასო შეიძლებოდა ამის გაკეთება ძალიან დიდი კულტურა იყო მაშინ აი ამის ირგვლივ იმიტომ რომ იმ ხელა პატივისცემა ჰქონდა ფეხბურთელებს ბორია პაიჭაძიდან დაწყებული დამთავრებული მიშამეცხის ცოცხალი იყო სლავომეტრეველის ცოცხალი და ასე შემდეგ მერტმა აწყობს ყველა და საოცარი ლეგენდები ვიზა ჩვენ გავიზარდეთ ეს ხალხი ყველა ესწრებოდა და რა თქმა უნდა იმ მომენტში ხა ძალიან რთული ახსაქმელი იყო რატო უნდა გამოყოფოდა საქართველოს ფედერაცია საბჭოთა კავშირს როდესაც საბჭოთა ნაკრებში იყვნენ ქართველები და ასე შემდეგ და ბუნებრივია რომ იყო წინააღმდეგობა ძალიან დიდი მაგრამ ერთი მხრივ აქედან გურამ პეტრიაშვილმა და მეორე მხრივ ნოდარ ახალკაცმა, ნოდარ ფარსადანოვიჩ ახალკაცმა უდიდესმა მწვრთნელმა ჩვენ ისტორიაში ნოდარ ახალკაცმა ისეთი არგუმენტები წარმოადგინა ეს იყო საოცარი და გენიალური კაცი მაგას თუ არა გენიალური კაცი იყო და მისი მეორე გენიალური კონტრპარტი იყო გურამ პეტრიაშვილი ჩემი უსაყვარლესი მწერალი და გენიოსი აგრეთვე თავის საქმეში მსახიობობა იქნება მწერლობა უდიდესი მწერალია დღევანდელ დღეს და აუცილებლად უნდა მიეცეს მას რუსთაველის პრემია აი მე მაგას დავდობ სულ რომ აი გურამ პეტრიაშვილს თუ არ მიეცა რუსთაველის რა ქვეყანა ვარ ჩვენ მაგარი ზღაპრებიც აქვს რა უდიდესი მწერალია რა ყველაზე მაგარი ზღაპრები მაგას აქვს და ნუ კიდე არის რამდენიმე მწერალი კარგი მაგრამ ყველას ნუ მიეცეს ჩემი აზრით და აი გურამ პეტრიაშვილმა დააყენა ძალიან კარგი არგუმენტები იქ იყო ეს ორი ადამიანი პრაქტიკულად რომელიც იცავდა და კიდე იყვნენ სხვებიც რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი და მაგ დროს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბორია პაიჭაძე გაბრაზდა რაღაცა და უყვირა და გურამ პეტრიაშვილი მიუტრიალდა და უთხრა რომ დიდი მადლობა ბატონო ბორის მე რო შემამჩნიეთ საერთოდ ხო და თქვენი შეურაცხყოფა მე არ მეწყინება არასდროსო და ღმერთო და თვითონ ეს ბატონი ბორიაც უცებ ესე იგი ძალიან მოვიდა რა ესეთი ამბავი იყო რომ მადლობა გადაუხადეს რომ აი ეს შენო მე შემამჩნიე ძალიან დიდი მადლობა აი ეს კულტურა იყო აი მძოლ ფეხბურთელებშიც და მწერლებში და ასე შემდეგ ეს კულტურა ჩვენ რაღაცნაირად უნდა დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცი, რაღაც საკითხზე რომ კამათობთ, რა ჩვენი აზრი გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთმანეთში პიროვნებების პატივისცემა იყო ყოველთვის. და ესეთი ამბავია და ეს არ უნდა დაგვეწეს და ჩვენ მომავალ თაობებს არ უნდა დავაწყოთ. ეხა ნაკრები, მაგაზე ხა ვიცი შენი ემოციები და ყველა, ეხა ჩვენ ნაკრები მირთვით ან ჩვეულებრივად თვითონ სახში ვარ, თვითონ კი არა სახში ვარ. აი ხარენ. ნაკრები გახდა იმ დღეებში ძალიან მაგარი გამაერთიანება. მე ხო ეს რა მიამიტივა რა ბრიყვი აი სულ გონია რომ ამის მერე სულ ესე იქნება. 9 აპრილამდე მეგონა რომ ერთიანები. მაგ შენი პირველი ეროვნული ჩემპიონატის მერე მეგონა რომ სულ ესე ვიქნებოდი, მაგრამ ინგრევა მერე ყველაფერი. ორ-3 დღეში მალევე. აი ეს მართლა გულუბრყო დავჯერა. აი მთელი ჩემი ცხოვრება სტადიონზე რომ დავდიოდი. სულ ვიზახდი რომ იტალიას მოუგებ, საფრანგეთს მოუგებ. სულ ვიზახდი, მაგრამ მე კიდე მოდიოდი ეხა ამ ტიპებმა კაი გაგეთებს ამათ ეხა ისეთი რამე გააკეთეს რომ ეს გამაერთიანებელი იქ რა ხდებოდა ეხა რა ვიცი დოტუმის მე სად ვიყავი ჩვენ ჰამბურგში ვიყავი ხო იგოეთის სპექტაკლი იქ რასაც ქუჩებინა იცი ტირი დავიწყე ბიჭო ჩვეულებრივად ადრე მივედი 3 საათით ადრე მე არავინ არ იქნება გავილი არავინ არ იქნება სად არ იქნება რა იყო ეს დროშები ეს ბიჭო ეს გუზლავს ეხაც და აი მან დავწუნდი რომ შეიძლება რომ მეოთხე ფინალშიც გავსულიყავი და ანუ წვერის თემა იყო ხო ისე აი ესპანეთი რო არ შეხვედრო და მგონია რომ ნებისმიერთან გავიდა ისეთი ქონდა აკრეფილი ტიპებს ეხლა მე კი არ ვიძახი რომ იმაზე კაი გუნდი ვარ ესპანეთზე იმაზეა მაგას არ ვიძახი მაგრამ ნებისმიერი ამის გამკეთებელია ქართული მომენტში იყო კი და ეხაც იქნება ალბათ ეხლა ესენი ძალიან მაგარი ბიჭები არიან მართლა აი 91 წლის მერე ეგეთი მართლა აღინება არ შექმნა ხო ჩვენ გვახსოვს თასების თასი რომ მოიგო ნოდარ ახალკაცის ქვეშ ისე თბილისის დინამომ საოცარი გუნდი რამდენი წლის გავიდა კლიმაში 12-ის ნო მე რა კარგად გემახსოვდება კი გასულ მე 60 პირველი რა გააკეთა ეს არის 13 წლის ვიყავი მე რა ირაკლი პირველი რა გააკეთა ფინალისტის ტოკი რო გაისმის ხმები მე რა ანუ ქუჩაში ვიყავი ჩეჩე ესე მანქანის კაპოტზე სტადიონზე ჩაფოშული ბურთით ფუტბოლი ეკადრებინ ანახი გექნება ეხლა ვიყავი ჩვენ და დიდი სკოლაში მივედით როგორ მახსოვს თო
ვის ახსოვდა შენი თინა რუსულის მასაებელი და კაცთა გაპეთელი. ეს თანმშვიდი ქარი იყო. დაბრძანდით. რა მოხდა გუში? ატმა ეგრევე და თუ მოყევითო რა უნდა მოყევი. ისე არტისტულია, მასწავლებელიც გააკეთა ეხლა გარდაისახა და თავისთავად. შენ მოიხაზე გამოგეხარშა ტვინის დარჩენების ეცე. როგორი რაღაცაა, იცი რომ მან აი ესეთი გაერთიანება ქართველებში რამდენჯერმე იყო სულ 91-ში მახსოვს 78-ში იყო რომელიც ენის დაცვას უკავშირდებოდა და ყველა მაშინ მაინც ეშინოდა ყველა ჩუმად ლაპარაკობდა. მე 91 წელი იყო, როდესაც გამოვიდა ყველა მთელი ქვეყანა ქუჩაში, ყველანი ერთად ვიყავით და ყველა ერთიანი იყო. მე იყო უკვე ესე იგი 99 წლის 9 აპრილის მერე. ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობა, რაც ზვიადმა და მერაბმა მოგვიტანეს. ტრაგედიის ფონზე გამარჯვება. ტრაგედიის ფონზე. მე იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება 91 წელს. მე პრაქტიკულად ჩვენ პრაქტიკულად აღარ გქონია ერთიანობა. ეხლა ვარდების რევოლუციას ახსენებს ზოგი რაღაც, მაგრამ ეგ არ იყო იგივე მოვლენა. მაინც განახევრებული იყო ქვეყანა მაგაზე. რაც შეეხება აი მართლა რაც ბიჭებმა მოგვიტანეს, ეხლა აი ამ ბიჭების ჩამოსვლა გაიარეს ქალაქში, ყველა ერთი იყო რა. და ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ ხელოვნებას აქვს, ჩემი აზრით. მე კი ამომადიდეს შეეგდღე, მაგრამ არა, ეგრე ხო, ყველა საუბარი ხო? რა მეძგერა. ხო, არა, იმაზე ხო. თამაშხამეს ბიჭო, აი მართლა გეუბნები. კი არაფერი ერთი დღეა, მაგრამ ადამიანი რო ხარ ძნელია, გაიგე? ახლა ბედნიერების ფონზე და მივედი იქა დავდიქი და რაღაცებს ვაცხადებ ვიხარე ესენი მოდიან, გაიჭედენ საცობში, ვიწახი, გაიწიეთ, მაგარი გამოვატანეთ რაღაც და ხო, მაგრამ ეს იცი რა არის, ეს ხალხიდან არ მოდის რატო, იცი რომ? არა, ეს იყო, აი ხო. რეალურად მოგიყო მე ეს. ყველა იყო, ხეცბაია მაგარია, ძალიან. ეს ანეკდოტა. ყველა იყო გაერთიანებული ნამდვილად. ფეხბურთის სიგლი ყველა არის გაერთიანებული. ეხლა ვიღაცა რო ტროლად მუშაობს და ხელფასს იღებს, გინდკოცი იყო და გინდნაცი იყოს, ის სხვა არის. უყურე ფეხბურთი არის ეგეთი ძალა. ეხლა კალათბურთის რო გავედით ფინალურ ეტაპზე, ეგეთი ხალხის გამოსვლებით, ეგეთი არა, სხვა არის ფეხბურთი. ეგრე აბალადა ეხლა ეგეთი სამსოფლიოში. ეხლა ინგლისელი ქალების ამბავზე რამე გამოვიდა ნაბა. უყურე მაგთო, ხაფიცე ყველა პენელი რაღაცები. ირაკლი, ისე საქართველოს თამაშობენ. ირაკლი, საქართველოს მერე ვისი კომაგი ხარ აი ფეხბურთში? მე ბავშვობიდან ვიყავი, გერმანია იყო თუ არ ვცდებით? არა, მთელი ჩემი ნათესავები გერმანია იყო და მე მომივიდა ეგეთი რაღაცა. პირველ მსოფლიო ჩემპიონატს რო უყურებდი ჩემსას რა, აი რომელიც დამამახსოვრდა. რომელი წელი? 1978 წელი. აი ისა. და მაშინ გაიჩიტა მაგარი გუნდი ძალიან, ენცო ბეარზოტის იტალია. და პირველი თამაში მოუგეს საფრანგეთს, მახსოვს 2-1 და მამაჩემთან ერთად უყურებ და მამაჩემ თქვა ბიჭო ესენი მაგარი ბიჭები არიანო და ძალიან მაგარიო და მერე მარიო კემპესის არგენტინა და ეს ორი გუნდი შემომყვა. 92-ში უკვე იტალიას უჭერდი მხარს, როცა ჩემები ყველა გერმანია და ასე შემდეგ. გერმანია რატომღაც არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი გუნდი იყო 90 წელში, უმხეცესები იყვნენ, ბეკენბაუერი როცა ტრენერი იყო და ლიდბარსკი და ესენი თამაშობდნენ ხეცები. არა, ხო, ლიდბარსკი. ეს იყო უმაგრესი გუნდი და 2014 ეგრევე იყო, მაგრამ მაინც ჩემი სიმპათიები ტექნიკური ბიზინა ბარათაშვილის არ იყოს. ტექნიკური ფეხბურთის ბრაზილიას ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ფავორიტები, რადგანაც 78-ში დავიწყე. ხო, 78-ში რო დავიწყე, მე ეს შეთავსებადობა მაქვს, იმიტომ რომ ეხლა ბრაზილია თუ აჩვენებს ვირტუალურ მაგარ თამაშს, ძალიან საოცარ თამაშს, ეს საოცრებები არიან და ნუ არგენტინა და იტალია იმიტომ ჩამყვა და დღემდე ესე მომყვება, მესის გამო არა, მესიმდე და მარადონამდეც კი. მაშინ ლუკე და ბერტონი და ვიღაცები რო თამაშობდნენ. პაულო როსი რო ციხიდან გამოვიდა და ბრაზილიას და ნუ უტირა. აი, ეგ იყო ჩემთვის 3 გოლი. ტრაგედია მქონდათ შოულებრივი და სოკრატესი ბანერს რო ანგრევს რო კუთხური კარგად ჩააწოდოს, ეგ კადრი არ მავიწყდა, ფეხს უთყავს რომ გამოსარბენი არ იყო ისეთი რეკლამები იდგა რა. და როსი ციხეში იჯდა ტიპი, გამოვიდა, ჩასვეს განაცხადში. აი რატო ჩასვეს კრიმინალი როსი განაცხადში? რატო? გაასაჩინე. მაგალითად არა გენიალურად ითამაშა რა ლაპარაკო. მან იყო ბეარზოტის გენია. და ის მახსოვს ის რომ როსი რო არ მოხსნა, არ გახსოვს, შე პირველი სამი თამაში გოლი ვერ გაიტანა. ხო, მე 0-0 1-1 და 3 ნიჩი ჰქონდა და ამის მერე ჩასვა დამატებითში სადაც არგენტინასთან და ბრაზილიასთან უნდა ეთამაშა და ორივესთან მაგრა ითამაშა და ნუ ბრაზილიასთან თამაში პრაქტიკულად არა, გადაუარა 3 საუკეთესო ფეხბურთელის გახდა. შენი აზრი მაინტერესებს ნახდათ რა.
მიდი მინდა რა რო თქვა დადეუღო ეგ ბეჭედი თუ რა თვალი არ არის ნუ გეშინია კომაგი ჩვენი ამიგო ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი და კომაგობაზე არ დაგავიწყეს დიმა მე აიქედან პასი მივიღე და უნდა გადავიდე ირაკლისთან ალავერც ირაკლი კომაგობაზე არ დაგავიწყე შენ კარგი მახსოვდება კაკარ დაგავიწყება მამში არა მახსოვდება ირაკლი კომაგობაზე მინდა კითხვა აი რა გაგიკეთებია ყველაზე უცნაური ფეხბურთისთვის კომაგობის კუთხით ვამბობ სტადიონზე გადაპარვა გინდა ბავშვობაში ეგ ხო მოსული პონტი უცნაური რა არის სტადიონზე გადაპარვა მაშინ იყო უცნაური იყო თუ მილიცია დაგზნევდა და მე აპაპაპ ჩამოდიარ და მე ბორის პაიჭაძის ისტორია მაქვს საკითხული რომ გამოვედიო ერთხელ ბავშვები გადმოდიოდნენ დინამოზე და ანუ აზიზღებთ ბავშვებს ფეხბურთზე პირიქით თუ გადმოვიდნენ შემოიპაროთ მათია ფეხბურთიო და მე დინამოზე პატარა ესეთი ღრიჭო იყო იქ მქონდა დამღამებული დანგრეული ის მაშინ ეტეოდა ღრიჭოში და ეხლა გავხვდით 15 კილო მაქვს დაკლები ხო და იქიდან ვძლებდი და შენ მქონდა ეგეთი ისენი გადაპარვები შეპარვები ფეხბურთზე რამე აი გავიგეთ შენ ჭამე ჩაყლაპე ასკოლკებს ყრის ეგრევე გავიგეთ ეხლა რეკლამას გავაკეთებ აბა მე ესე იგი მინდა რომ ყველა კომაქს უსურვო ყველა კბილებიან და უკბილებო კომაქს მინდა უსურვო რომ ხალხო კომაგები თუ ხართ ან მომავალი კომაგები ჭამეთ ეს კომაგი რადგანაც ეს არის ყველა კომაგისთვის კბილების გარეშეც კი გადადის ბატონებო გადადის ხალხო ბატონებო და ბატონებო აი ჭამეთ კომაგი ჯიგარკა აი ეგ არის შენი კომაგობის ყველაზე უცნაური კბილებით და უკბილებოთან შეგიძლია რომ კარგად გალესოთ და დააბნელოთ ამიტომ მეწავედი დაბარავთ აქედან შეხარჩე ბავშვო მოგეყვანა რა ხო იმას იმას ვიზავთ შევაბავთ მე რაღაცა რა ხო ერთხელ რო ჩამოვა იმ საოცრებათა კალენდარში გასულაში მიდის ეხლა მიპასუხე რატო კლუბებში შენი აზრი მაინტერესება ყველას ვეკითხები რომ იქნებ ვიღაცა ვიცის რა მოკლედ და ლაკონურად კლუბებს რატო ენძრებათ ჩვენსას ამ ნაკრების წარმატების ფონზე თუ შენ როგორ გონი არა მართლა შედეგად ჭკვიანი ტიპი ხარ რა და გექნება მაგაზე ნაფიქრი დარწმუნებული ვარ რა არც ერთ კლუბზე ხარ არაფერს მე არ ვამბობ კონკრეტულად ზოგადად ვამბობ საკლუბო ფეხბურთზე საქართველოში ვერ ხვდებით იქ სადაც ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენი ადგილი მაინც არის ჯგუფურ ეტაპზე რა გეგუჩადის მერე რომელი წელი იყო 2004 იმის მერე არა 1900 მაშინ აი მასს ვიტყვი დარასელია რომ თამაშობდა პატარა დარასელია ვიტალა კი ეგრე გაის მაგრამ მე იქ წააგეს ყველა თამაში გასაგებია მაგრამ გავიდნენ რა და აი ნაკრებმა ამხელა მოხდი რომ აწია რაღაცა შეიტოვე ის გასაგებია რომ ეხა უცხოეთში თამაშობ და აი როგორ გონია როგორ შეიძლება რომ ამ სიტუაციაში რაღაცა დავალა აი რაზეა დამოკიდებული პრობლემა რაშია როგორც აი გარედან მაყურებელმა ტიპმა ესე გითხარი რა იცი რა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა იცი ძიმა ეხლა ჩვენ გვახსოვს ორივეს როგორ იყო ადრე აი მაგალითად ახალკაცის დროსაც ბავშვთა ფეხბურთი ახლა რეზი კარველაძე ჩემხელარი და ტყუპები ცოტათი პატარები არიან მაგრამ აი მაგას თქვა ავაზა იყო ნორჩინამოელი იყო და ასე შემდეგ რა არის ეხლა ჩვენ არ უნდა აურიოთ რაღაც ღირებულებები ყოველთვის მაშინ არ იყო აქცენტი ფულზე და მატერიალურ იმაზე. ეხლა დღეს ისეთი სისტემა გვაქვს. ეს ნეოლიბერალიზმის საერთოდ პრობლემა რა არის, რომ ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ფულზე და წარმატება ითვლება რომ ეს არის მთავარი. ეს ადამიანში, საშუალო ადამიანში იწვევს ორმაგ გაორებას ერთი მხრივ. მეხარისხოვანია ფეხბურთი, გახდა პირველზე ფული გადავიდა, მაგას ამბობ ეხლა აი მაგას ფიქრობ, მე რატო მოხდა ეს. თუმცა ეს ბიჭები კვარაცხელიას თაობა და ეს მაგარი ბიჭები გამონაკლისები არიან. მაგათ შეინარჩუნოს ერთიანობა და გუნდი. მაგრამ როდესაც ფიქრობ ერთმანეთის კარგად ყოფნაზე და არა მარტო შენს ფულზე და წარმატებაზე, ეგოიზმს როცა გადაძლევს ერთმანეთიზე ზრუნვა და ასე შემდეგ მაშინ ფეხბურთისთვისაც უკეთესია, ოპერისთვისაც უკეთესია და პოეზიისთვისაც უკეთესია. რომელსაც ადამიანი მარტო წერს, მაგრამ სხვაზე რო ფიქრობს, ბევრად უკეთესია ადამიანი, ზოგადად. ხა, რისი თქმა მინდა ამით? აი, მაგალითად, ევროპულ ფეხბურთში ხო ავიღოთ. რატო არის ევროპული ფეხბურთმა წამოიწია ბოლო 30 წელია საკლუბო ფეხბურთი მით უმეტეს, აი ხაც ვნახებთ სოფლიო ჩემპიონატზე, გაიმარჯვა ევროპამ დიდი უპირატესობით მიყავს და კიდე არის სამხრეთ ამერიკული, რომელიც ძალიან ძლიერია. ვიზუალურად ძალიან მაგარი საყურებელია სამხრეთ ამერიკაში არის ღარიბების სოლიდარობა, რომელიც ძალიან დასაფასებელია, მაგალითად პელეს ჰუმანური აქტები გავიხსენოთ და გარინჩასი, რომელიც
სიღარიბეში მოკლეს უაღრესად წარმატებული ადამიანი, იმიტომ რომ დაურიგა ეს თავის ქონება, თავის მეზობლებს და ახლობლებს და ნაცისებს, არა? და პელე როგორ ეხმარებოდა ძალიან ბევრ ადამიანს. ეს არის იქაური სამხრეთ ამერიკული მოდელი, რომელიც ჩემთვის მისაბაძია. არა, გარინჩაზე რაღაცა უკმაყოფილება იყო, რომ პელემ არ მიაქცია თქოს ბოლოს ყველა. ხო, აი თემას იყო რა, ეხლა. ხო, ის საზოგადოება არ არის წიგნიც ხო გვაქვს საკითხული, ფლამენგო და ფლუმინენსე რომ თამაშობენ და როგორ დადის ხალხი და რა საოცარი ნებებია. ჩვენთანაც ეს იყო რომ ხალხი იმ რა სამი მანეთი ღარიბების სპორტი იყო, ეხლა გახდა ელიტარული რა. ხო და აი ეგ მომენტი არის რომ ევროპაც კიდე სოციალური სახელმწიფოებია. ამიტომ გაზრდათ ისი მაყურებელი იხდიდა ფულს. ეხლა უკვე რა ხდება? ეხლა რომ შემოვიდა რაღაც ასტრონომიული ხელფასები, ევროპისთვის ეს პრობლემა არ არის. რატო? ევროპაში ბევრი ადამიანი აქვს გარანტირებული, გარკვეული რაღაცა შემოსავალი მინიმუმი და მას უყვარს ფეხბურთი და ზოგი ერთობა მე-4 ლიგაში თამაშობს, მე-15 ლიგაში შეუძლია ითამაშოს და გაერთოს. მაგრამ თავარი ვიღაცეებისთვის, რა თქმა უნდა, მიზანი არის რომ რაღაცა რეკორდული თანხები მოხსნას და ეს ამდენი ღირს და ფულით რო აფასებენ ადამიანის გერბებს. გაგინახია შეუძლებელი ბავშვი უნდა გავყიდო, ბავშვი უნდა გავყიდო, სტამბოლის ბაზრის ამბავია რომ ქართველებს ეს მომენტი არ უნდა გავიხსენოთ. ცუდი პერიოდი. სტამბოლის ბაზარზე 1750-იან წლებში დადგენილი ყველაზე მეტი მონა იყო ქართველი. არც შავკანიანებზე იყო ლაპარაკი იქ და არც ხებზე არავისი მონობა არ ვარგა. არა, ქართველი მონები იყო. რატო? იმიტომ რომ ქართველი მშობელი ესე აიყო და აი ამას გავყიდი ამდენად და ყიდი და ამბავს, ხო? ეს ჩვენი ცუდ თვისება, რაც საბაზრო ეკონომიკიდან მოდის. ეს საბაზრო ეკონომიკა. ხო, ეხლა საბაზრო ეკონომიკა გამოიწვია რა, რომ მშობელი ბავშვს უყურებს როგორც ფინანსებს. კი ბატონო, რომ გაიყიდოს. მაშ შესაძლოა ბავშვიც უყურებს მშობელს როგორც ფინანსებს და მერე ლაპარაკი მიდის იმაზე, აი მე რამდენ ხელფას მოვცემენ, რამდენად გამყიდიან, რამდენად მიყიდიან. ადამიანი იქ და გასაქონლება მოხდა ადამიანს. საქონელი გახდა. ეგ რაც არის გასაყიდი საქონელი, არა მაგალითად აი ძეხვი, ხო? რომელიც ძალიან კარგია და გადადის, არა კბილების გარეშე. ჩვენი არის, მაგრამ ესეც კიდე რამდენად ჰუმანურად ფიქრობთ, მაგრამ ეს გასაკითხია. აი ეს არა მაგიარია. ვეგეტარიანობა ძალიან კარგი რო გადადის. არ გადავალ. მაგრამ მეორე მომენტია რომ საქონელი, გასაქონლება რომ მოხდა ადამიანის, თვითონ ადამიანს უკვე უჯდება, აი რომელიც ემზადება, არა? და ხდება რა? ერთი პერიოდი 2010-იან წლებში მოხდა ეს კარგი ტალღა იყო, როცა ჩაიერო და ვიღაცები ჩამოვიდნენ და აქ რაღაცა ეს რონალდოც იყო ჩამოსული და მოამზადეს და ესენი ძალიან ჯანმრთელი ფსიქოლოგიით არიან გაზრდილები. თუმცა მთლიანი ტრენდი რა არის უყურეძიმა? ეხლა ჩვენი პრობლემა არის, რომ ძირითადად ფულზე ფიქრობს ყველა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დაავადება. და ეს ეხლა საერთოდ წავიდეთ არა? არც ეს რაღაცა ეპოქა მოიტანა შეიძლება, მაგრამ ფეხბურთზეც და მთლიანად ცხოვრებაზე მოქმედებს ის, რომ აი მე უნდა ვიყო ეგოისტი, მე უნდა ვიყო წარმატებული, და ეს თუ არის, მაშინ ის მომენტი, რომ აი სხვას უნდა მიცე პასი, სხვას უნდა გაუგორო, გამოუგორო და ასე შემდეგ უკვე ისე ფეხბურთი გუნდური თამაში. ანუ დააკნინდა ეს თვითონ ფეხბურთის არსი, მართლა ხო ღარიბების თამაში ეძახდნენ რა, როცა დაიწყო. ფეხბურთი არ უნდა იყოს კარიერისტების ადგილი. და არც ყოფილა, არც არველაძეები იყვნენ ასეთები, არც ის იყო რა ქვია, ყიფიანი იყო ასეთი და ასე შემდეგ. ყიფო ვიღაცას ბურთს რო გაუგორებდა, ის უფრო სიამოვნებდა, ვიდრე თვითონ რო გაიტანდა. ყიფო იყო ვირტუოზი, არა, გუცეევი ავიღოთ, არა, შენგელი ავიღოთ და ასე შემდეგ, არა, სულოქველიძე, ჩიუაძე, ესენი ერთმანეთისთვის თამაშობდნენ. და დღეს ახლა მე თუ გავიწოდ მარტო მე მაშინ პასთან აღარ გავაგორებ, არ გამოვაგორებ და მაგიტომაც ფასობს დღეს ერთეული გუნდები, ვინც ესე გუნდურს თამაშობენ, იგივე ახლა ჩვენი ოქროკაცი, ყარასადაც არის, ხო? აი ამ ხელა ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო, ხო? აი კოლაჟები რო ჩაწერო, ტიპის სხვა რო გაიტანს პასარბიცემს ამას, ან ამის დარტყმას დაამატებს, დედის ტრაქს აგინებს ბიჭო, იმდენად გოლების გამტანი ტიპია, ეგოისტი არის რა. მაგრამ უნიკალური ფეხბურთელია ხა მაგას რო გააკეთე. აი შენ ყვარას გულისხმობ რომ ის მეორე ვინც ხავს კრისტიანო რონალდო კი ის არის აი სხვა რო გოლს გაიტანს მაგას შეიძლება და სხვა გაიტანს ბრაზდება გუნდის წარმატება ეხლა იმაში ეხლა ისეთ გუნდში არის რომ ეხლა მაგას იდეა ეს გუნდი ვის მოუგებს და რა მოუგებს ახლია თუ რა არის მაგის გუნდი ალახლია მაგრამ მეტყველების ავარჯიშოა იყიდა და იგი დარჩა ველგონი იქ ეწონა ეს საინტერესო რა არის კრისტიანოს და მესის დიკოტომია რო არის რა აი მარადონა პელე რო იყო ეხლა კრისტიანო მესია ეხლა ეგეც ძალიან საინტერესო ეგეც გავიხილოთ თუ გინდა ეხლა კრისტიანო არის კაპიტალისტი ფეხბურთელი მესი არის
სოციალისტს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს კომუნიტარიანელი, ანუ რომელიც გუნდისთვის თამაშობს. გოლებს ისიც იტანს. მაგრამ კრისტიანოს ურჩევნია, თვითონ გაიტანოს და რაღაც თამაში, მაგალითად საქართველოსთან თამაში. კრისტიან ვერ გაიტანა. მაგითო შემოვიდა რომ ამოუტენიო, ეხლა დაუბერეო და ლოცოშიმა აუკლია. ვერ გაიტანა და აი ეს იყო კაპიტალიზმის კრახი, ასე ვთქვათ. საქართველოსთან წაგება. რა ქვია, პორტუგალიის ნაკრების და კრისტიანოს წაგება იყო, რომ კრისტიანოს მარტო უნდა და გოლის გატანა და თამაში ვერ გაიტანა. ხო, ეს ასვენებდა და მე მინდაო რა, უნდა შევაგდო. მაგრამ ნუ ცხადია, უმაგრესი ინდივიდუალისტია, ძალიან მაგარია, მაგრამ აი რატო უყვარს ხალხს ვთქვათ მესი უფრო ვიდრე კრისტიანო, რადგანაც ლამაზი, ეხლა სილამაზის გოლების სილამაზის რო ვილაპარაკოთ და იმაზე რო ვილაპარაკოთ, რა კრისტიანო ძალიან მაგარია, ხება, აკადემიაში ხუთმეტიადის თავით. თან ძალიან ბევრ შორის. შეიძლება მე ალბათ ფიქრობ ინდივიდუალურად კრისტიანო ყველაზე მეც ხო. მანჩესტერში რო დააბრუნეს მივიდა და მე მივიდა რაღაცები გადაუყარა ტიპებს რა. მაგრამ აი ეს ყველაფერი არ მოეწონა იქ. აი ეს ეგოიზმი, მაინც ადამიანებს არ უყვართ. აი კრისტიანო ხوارი ძალიან მაგარი ხალხი გზნობს აბარა იმიტომ ამბობენ რომ მე ვარ ყველაზე ლამაზი მე ვარ კაი ტიპი და რაღაცა და ეს მესი გამოდის და ისა მაგარი მე არა ვარ ყველაზე მაგარი ეს რო გამოდის ხალხს ეს უყვარს იგივე მარადონა და პელეც რო კიდე სხვა საკითხები იყო მარადონა კრისტიანოსთან შედარებით კი პელე იყო ძალიან კოლექტივისტი და ძალიან კაი ტიპი იყო და ეხმარებოდა თავის ღარიბ ქვეყანაში დარჩა ბოლომდე იქ ითამაშა ძალიან მაგარი მაგალითი მისცა მარადონა ბარსელონაში გადავიდა და მე ნაპოლიში არა და მარადონას მე ჰქონდა ეს სკანდალი ნარკოტიკებზე და ასე შემდეგ როგორც სპორტსმენი სამადასო ტიპი არის ანუ როგორც პიროვნო ხო ხდები და მაგრამ მარადონა კარგი საბოლოო ჯამში საინტერესო იყო სისტემის წინააღმდეგ მარადონა რატო უყვართ მარადონა აუჯანყდა სისტემას აი გლობალურ ნეოლიბერალურ წესრიგს აუჯანყდა აი თუნდაც რომის პაპთა რო სტუმრად იყო და რო გამოვიდა და გარი ეს ოქროს წერები და ეს გაგიჟდა ტიპი მე ფიდელ კასტროს მაგაცი იყო ყველაზე მეტად უყვარდა ხო და ამბობდა მუჰამედ ალის რაღაცა ტიპაჟი იყო ისიც ხო სუ პროტესტი კინოს პერსონაჟი იყო აი წიგნებში რო წაგვიკითხავს ეგეთი პერსონაჟი კოსტორიცას ფილმი ხო გაგნანა როგორ ამთავრეს ბოლოს ემი ნარკოტიკები რო არა რა ვიქნებოდი წარმოიდგინე რა ბეზიერი იქნებოდა ეს მარადონა იყო თავისებური სპორტული ჩეგევარა და იყო სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ძალიან მაგარი ვინმე და ეხა ამერიკის სოფლიო ჩემპიონატზე რაც გაუკეთეს ძალიან დიდი უსამართლობა იყო. აი გინდეს ქონოდა ის ხველების წამალი დალეული რომელსაც ყველა სვავს. მარტო მარადონა სამპლინგზე რო აარჩიეს და გააგდეს პრაქტიკულად მაგნაკრებს ქონდა სოფლიო ჩემპიონატში. ამერასთან რომ მივიდა ბერძნებთან გოლი გაიტანა. იქედან ვითომ იქ თვალები გუგებიო და ეგ ის როგორი ჩემპიონატი იყო ჩემი საოცნებო როცა არ მოხდარა დიდი არასოდეს ბრაზილია არგენტინა გადიოდა ფინალში. აი ეგ მინდოდა რომ მეთქი აი ხო იცი პარიზიდან მოუკვდეთ რო იძახია რა ეგ ფინალი მინდა რა ხო გახსოვს არგენტინაში მაშინ კანიჯა იყო ბატისტუტა ყველანი იყვნენ წარმოიდგინეთ და მარადონა იყო უმაგრეს ფორმაში 34 წლის მარადონა უკვე იყო მაგისი აი ეხლა ირაკლი ჩვენმა მაყურებელმა გულით და სულით გთხოვათ რომ ირაკლიმო თავისი ცნობილი ჟესტიკულაციებით ყველაზე ცუდი ფეხბურთელი განასახიეროსო რომელიც შეიძლება მისთვის ჯერ კითხოთ ვინ არის ყველაზე ხო ჯერ ვინ არის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი თქვენთვის აი რაც კი მე მე დიმას გავაკეთებ ჟესტიკულაციით თქვენი თეატრის მიმდინარეობით დიმას გავაკეთებ არ დაგვიპადიესდო ბიჭო შენ დიმას გავაკეთებ მე ჟესტიკულაციებით და ირაკლი ჯერ თქვი რომ შენ აი პირველი ვინ გახსენება ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ვინც გინდა უცხოელი თუ ყველაზე იცი რა ცუდები ბევრია რა თქმა უნდა მაგრამ აი ვინც აი ყველაზე მეტად ვინც არ მევასებოდა ცხოვრებაში იყო გავრილო. გავრილო. ეხა ეს გავრილოვის გამო რო იძახიან და ის გავრილოვი ერთია და მეორე კიდე ის ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ მაგის გულისთვის არ წაიყვანეს. სოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. ყიფიან. აი შენ გავრილოვის მიმართ როგორი ჟესტიკულაცია უნდა ქონდეს ამის გარდა რომ გავრილო. შენი გავრილო გენი ძირიჟორსკაია პავლოვსკია ყველაზე მაგრამ ეს იზღება ეგ ტერმინი ძირიჟორსკაია არა იყო კარგად თამაშობდა ბაზარი აი ხო მე დიმას გავაკეთე აი ხო ვიდან სადარე ბედო კიპიას სპარტაკში იყო ბესკოვის სტილი იყო სპარტაკის ტიკიტაკა მაშინ კარგი იყო რა გვარდიოლა ბესკოვი რეალურად ბესკოვის სტილი ტიკიტაკა სპარტაკის საბჭოთა დონეზე მუშაობდა უცხოეთში არ მუშაობდა ისე კარგი ეგრეთ უნდა თქვა
მაგან აიღო და მაგ ტიკიტაკაში გავრილოვი იყო 9 ნომერი თუ არ ვცდები, კი, 9 ნომერი ჩასვა და როდესაც დადგა არჩევანი ყიფოსა და გავრილოს შორის, აიყვანა გავრილო სამართლობა არის, აი პროსტა ეგეთი აბსურდი. გავრილო შენი დედა მოვთხან. და შენი ყველა პატრონის და შენი ყველა მომლელის. გავრილო შენი მომყვანი, შენი მომწონებელი, შენი მწუწნელები, ქართველები რუსები არიან. თქვენი დედა მოვთხან ყველას. ეხლა მე დიმას გავაკეთებ ჟესტიკულაციას. არ მაგინა შეგაიგო თუ დაგიშია. ეხლა ირაკლი, თუნებას მომცეთ თქვენი მინდი რა არის? ხო შეგაშია. ყველაფერი წესრიგში. ბოდიში. ავრილოს ვაგინებ. იურის. მოყვებით. ეხლა მე ირაკლის თეატრის მიმდინარეობით გავაკეთებ აი დიმას. ახეთ? არ გაიჭიროთ ბობას გაფიცებ რა. ეს დასაწვენია ბიჭო. რა იყო რა დასაწვენია. ეხლა წარბები მომაჭრა ვიცი. დიმას გაეშალა დილით. წარბები გამოვაღე, უჭირა ამოვიღე მაკრატელი გავლეს და მოაჭერი. ეს ციხეში ეს ანონსში ჩამისვით რა. პროექტი არავინ აღარ უყურო. ეს არის ირაკლის თეატრის მიმდენარი, მე მომწო შენ თეატრი. არა, იცი რა, ეხლა უყურე. მაგ თეატრის, ესე იგი შენ მოდი და გავარჯიშებ. მე ადრე ვარჯიშებ. კაი. მაგ როგორი პონტია, იცი უყურე, აბა, მოდარ. ეს არის მოდარ პერფორმანსების ამბავი მარსელ დუშამპი იყო ეგეთი მხატო არის. როგორ იყო? ეგ აკეთებდა აი ამ პერფორმანსებს და ასე შემდეგ. ბევრი მსახიობი იყო, ჟან კოქტო იყო, ცნობილი ადამიანი. ეს არის ეხა შენ რაც გააკეთე საინტერესო კონცეფცია თავისთავად, რა თქმა უნდა. ორიაგეთი გაცი ხარ და რა შეიძლება მაგარი ხო უყურე ესეთი ამბავია რომ აქ ადამიანს არასდროს შარჟი შეიძლება რაღაცაზე გააკეთო, რა თქმა უნდა. თავარი პრინციპი კომედიის, რასაც ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, არის რომ მე არავის არ დავცინი, მე ყველასთან ერთად ვიცი. ის დამცინის ირაკლი რო. ის საერთოდ არა ზო. სავაზაკი დამცინის მე და მეც გადაუხადე. გინდა შავი ავაზაკი. მეც გავიგე. მაგრამ ეხა უყურე. ეს საინტერესოა ხშირად შარჟები საინტერესოა, ну განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ხდებათ ხოლმე, მაგრამ საჯარო ფიგურებს ყველას ხდებათ. მაგრამ მან ერთი მომენტია, რომ მნიშვნელოვანია რაღაცა დავიჭიროთ იდეის მაგვარი. გაიგე რომ რა იდეით მოძრაობ. მე აი ვთქვათ მაგალითად აი ჩემზე ავიღოთ, არა? ხო აი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ტიპი ვერ არის, და ასე შემდეგ, ხო? და თქვას რომ ეხლა ეს რატო გიჟობს? ეხლა мотиваციაა მნიშვნელოვანი. რატო გიჟობ ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ამას ეხლა ყურადღება უნდა რაღაცა. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ტიპი იმიტომ გიჟობს რომ ამას ეჩვენება აბსურდის ფილოსოფია რა. რატო არის აბსურდი სამყარო? აბსურდია სამყარო. ეხლა ისე რომ ვთქვათ რომ აბსურდია სამყარო, მაგის დედაც მოვტყან აბსურდია ამას, ყველა ძველი ბიჭი ეხლა მაგის დედაც მოვტყან დაიკიდე და რაღაცა, მაგრამ არ არის ეგრე. აბსურდი სამყარო იმიტომ არის, რომ ძალადობას არის სამყარო ატანილი. კი, გენამდვილად. და აი კამიურო წერდა თავის უცხოს არა ტიპი რომ მაროჟნის იმისთვის წყალის გულისთვის მოკლავს ვიღაცას გზაზე გადაუდგება ადამიანი და მოკლავს იმიტომ რომ წყურია ტიპს და ოღონდ ისე კი არ წყურია რომ კვდება უბრალოდ შეწუხებულია ტიპი რომ პლაჟზე ვერ დალია წყალი და პლაჟზე რიჩი და ჩაუდგა წინ ვიღაც კაცი და მოკლა და მე ეგრეც ხსნის რომ მე იმიტომ მოკალი ბიჭო მე წყურო წყალი დალევა მინდოდა და მოკალი და მოკლა რა პრობლემაა ახლა მით უმეტეს შავკანიანისან არაბის რასისტული მომენტი არის რომ ეს უნდა მოეკლა და ამიტომ მე ვერ წხვდება რატო უსჯიან იმას რასაც უსჯიან არა ეს ძალადობა იმდენად ჩამჯდარია ჩვენ კულტურაში ეს არის აბსურდი და უკვე 5000 წელია მაგი ხდება გაიგე და აი ამ აბსურდის წინააღმდეგ შენ პროტესტს რო გამოხატავ და შეიძლება კიდე ბევრი რამე მოიტანო აი მაგალითად გასაქონლება ადამიანის ვაჭრუკანების მსოფლიო გაიგე დღეს ხო ეს ვაჭრუკანები განსაზღვრავენ ყველაფერს მე მახსოვს დრო აგერ ძიმასაც ემახსოვრება კარგად აი მე და ძიმა რომ ბავშვები ვიყავით ვაჭარი ტიპი რომ მოდიოდა ქუჩაში და მოდიოდა პროფესორი ლინგვისტიკის პროფესორი მაგალითად თამას გამყრელიძე ან კიდე რისმა გორგოზიანი ან ვინმე ეგეთი არა ისინი მანქანას უჩერებდნენ ამ ხალხს და ეუნებოდნენ სახში მიგიყვანთო და ესენი არ უჯდებოდნენ
იმიტომ რომ ითვლებოდა რომ ვაჭარი თუ ხარ, ფურდი ხარ, ესე იგი მე შენ არ ჩაგიждები მანქანაში, გაიგე? იმიტომ რომ შენთვის დიდი პატივია რომ მე მაგალითად ჩაგიждე საერთოდ და ფეხით დავალ რა თაზობუაჩზე მყავდა გენიალური ფილოსოფოსი ფეხით დადიოდა ნუცუბიძებდა ჩვენ ვაცილებდით მე და მარგველა დავდები და ვაცინებდი ის რაღაცებს გვეუბნებოდა ძალიან ჭკვიანურს რომ იმიდან ვიღებდით თელი კვირის და თვეების საფექცია იყო ხო და ვახტანგ ბერიძეს იგივე აკადემიიდან სახში იქვე იყო მისი სახლი და სახში ავაცილებდით და იქ გვეუბნებოდა გზაში ისეთ რაღაცებს რომ გიждდებოდი დღეს ეს ვაჭროკანა არის ღმერთი ვიღაც არა ისე ვიზია ვიღაც ტიპია ფული აკუთია აკურდალია აჭუკანა ეხლა როდესაც რომ პატრიოტული გზით აკეთებს არა ის როგორც მაშინ იყო ისევე ხლა რაღაცა ათკატი მათკატი რაღაცები ამაზე მუშაობენ ეს არარაობები დღეს ეს ტიპი ითვლება ამას უნდა სდიო კიდე და ეხვეწო და შეიძლება რაღაცა კადმოგიგდოს და ვა რა მაგარია ამ დროს ეს პროფესორი ხდება შიმშილით რომელიც პროფესორია თუ ხელოვანია თუ სპორტსმენია არა ვინმეს უკითხია ბოლოხანებში აი მურთას ხუცილავა როგორ არის რა შვება რაღაცა ეგ და ასე შემდეგ არა შენ რო კითხულობ ვიცი მე ვიძახი აი ესე უბი ვატელის ანგონეზე არა რა მურთას ხუცილავა ბიჭო მანუჩარა და ისეთი აი ვაფშე არა მანუჩარა უდიდეს დიდი მანუჩარა შენგანის ისტორია მე კეხა ისე გამოგვივიდეს საკუთარ გაგვიტრაკებ რომ ბევრულად არა ძმაო ეგრე არა იმას თუ შენ არ დავაფასებ ეს რასაც მოიყო მანუჩარი ამაგარი მანუჩარი მე ძალიან კარგად ვეცნობ მაგრამ ხატავს გამოფენებიც ქონია ძმაო ვიდრე ჩემის მეგობარი იყო და ძალიან ხშირად ხდებოდით ხოლმე და მე მეუბნებოდა რომ ითამაშე ფეხბურთიო რა ნახე და რაღაცები და ისეთი სანელი ტიპები იყვნენ ვაფშე რა მამაჩემს უყვარდა ძალიან მანუჩარი პიროვნულადაც რა იმიტომ რომ მანუჩარი რაღაც გამოსთას აბარებდა და მამაჩემს შეხვდა და მოვიდა მამაჩემი აღთოვანებული ვარო ეს კაცი რა განათლებულია და საერთოდ ეხა ეს სტერეოტიპი ხო იყო რომ ფეხბურთელი არ უნდა იყოს განათლებული იმდენი აქო წაკითხულიო მე აღთოვანებული ვარო ეს ბიჭიო, ეს ახალგაზრდა ბიჭიო, როგორი განათლებული ყოფილა და რა მაგარი რაღაცები იცისო და ესა და ეს ლეგენდა ადამიანები არიან და ეხლა უყურადღებოთ არიან მიტოვებულები საზოგადოებაში, ესენიც და სხვებიც. არა მეცნიერებაში, კაცო, რისმან გორდაზიანი ერთმა კარგად მოხდა და ასე შემდეგ. ხალხო ეხლა რომ ფული და რაღაც, შეგულისხმოთ უბრალოდ ყურადღებას პატივისცემას ხო ამ ვაჭრუკანებს აქვს პატივისცემა და დაასდებს ყველა ზოგი იმას გაეკიდება ზოგი ამას გამეეკიდება და ასე ხო არ არის კაცო ეგ არის ერთთაყვანისცემა ხო რაღაცა რა ეხლა ნუ ეგეთ ეპოქაა დღეს რა და მანუჩარდა ის ისტორია იცი ხო приезжай с Гочио და გოჩომაჩეს ერთ გოჩაც მაგარი იყო ცანგალა გოჩაც მაგარი თამაშობდა იმ ვარაშილოვგრადის ზარიას გოჩა რო წააქციეს და მთელი ხალხი რო გადმოვიდა და მე ყიფოც გამოვიდა ეს მაშინ დაასწრები 77 წელს ხო ხალხი რო გამოვიდა ილაღამ რევოლუცია რო მოხდა გოჩა რო წააქციეს ხო მე მაგთამაზე ვიყავი. შევარდაძე რო გადავიდა. შევარდაძეც მოვიდა ბოლოს. ეხლა იყო თარიღი სხვათა შორის. საიუბილეო თენგიზ ბაჭკორიამ გააკეთა კაი მასალა რა. მან და მეც ვიყავი, მე პატარა ვიყავი მაშინ. თენგიზი უფრო დიდი. პატარები ვიყავით. არა, იქ ვედიკა რო გადავიდა, იქ მაგარი გამიგეთა მაგარ მაშინ უნდა ითქვას სიმართლე, უნდა აღინიშნოს რომ ედუარდი რო გადავიდა ამით ის ხალხი წავიდოდა მთავრობის სასახლეზე 70000 კაცი იყო და გადაირია ხალხი იმიტომ რომ ეს რუსების სასარგებლოდ ისე გთაგრავდნენ ყოველთვის და ნუ გოჩა შევიდა და აშკარა პენალტი იყო და არ დანიშნა და მე ბავშვი გადმოვიდა მოედანზე ერთი ბავშვი გადმოვიდა და იცემეს უმოწყალოდ და მაგის გამო მე ხა მახსოვს მეორე ბიზაჩემ ცხონებული მიშა გაგაბაძე ლელოს რედაქტორი იყო მაგი გვიკეთებდა ხოლმე აბონემენტებს მეორე იარუსის მეორე რიგში ამ პირველ რიგში რა და იქ ვიდექით და უყურებდით და ეს რაღაც საოცარი იყო საოცარი მოხდა მე პატარა ვიყო მაგრამ ის მახსოვს შეგზნება და მამაჩემა წამომიყვანა შეეშინდა რომ იქ ამბავი არ მოხდარიყო და გამომაყარა რა სტადიონიდან ეგ ზუსტად მახსოვს ამიტომ რომ რეალურად შეიძლება რომ მათლობებურება ეგა ბავშვით რო ხარ რაღაცა კლეტვაში რა იმაში რა ვიღა შეეშინდა კაც რა და გამომიყვანა რა ბოლოს არ ვიცი იქ რა ხდებოდა მოყოლით რა თქმა უნდა ვიცი მაგრამ შევარდნაძე რო გადავიდა რო დააწყარა მოაწყარა ეგეთ თემა იყო და ადრე ეხა ეს ფეხბურთი მაგას უამბობ ხოლმე დინამო რო თამაში მოიგებდა რამე არც უშატყდებოდა არც კრიმინალი იყო არაფერი იყო ესე იყო და ეს გვინდა რა რო სულ ესე იყოს რა ეს არა ხო ეს სხვადასხვა კულტურული გახსოვს თელი სტადიონი
პრაქტიკულად მიდიოდა თავისუფლების პრაქტიკულად მაშინ ლენინის მოედანს ეძახდა ლენინი იდგა ხელაშუერით ესე იყო დაშლილი და აი ამ ლენინის მოედან მიდიოდა სტადიონამდე წარმოიდგინეთ ხალხი მიდიოდა ყნარად შვიდად ჩვენი რიტუალი ქონდა აქ საურთოლონა ხიძე გაზეთი სემიჩკა კაი სემიჩკა იქ იღება კაი სემიჩკა ხო რა იქ იღება ეს გუშინ წვამე და ნახშირის დამწვავიდან და იქ კაი ზესუნზირა ვარშევით და გაზეთი და ეს ხის კამები რო იყო ისი ტელეხის კამები საფრიოზე ხის კამებზე 90000 შენ ისე დღეში ვარ თუ 100 მიხედავ მესხზე წერაჭურას კამები გააკეთეს რომ ვითომ ხალხი ზის ბიჭო მაგრამ ხო აიღეს მე აღარ არის ხო მაგრამ ხო იყო და ტელევიზორში რომ შეხედოთ მართლა ნაკრებზე არ ვიძახი კლუბებზე ვიძახი კლუბებზე აი არა ეხლა მაგასთან სამწუხაროდ ეგრეა მაგრამ დახო ფეგმურჩი აი ეს დასკვნა არის რომ ფეგმურჩი არ ამართლებს ესე იგი ზედმეტი კაპიტალიზმი ამართლებს პელაზგური დემოკრატია რაც ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა ჩაგვირთო ჩვენ უნდა აღვადგინოთ პელაზგური დემოკრატია. ხალხი ერთმანეთზე რო ფიქრობს აი ეგ არის. როდესაც თავის თავზე კი არ ფიქრობს, არამედ ადამიანები ფიქრობენ ერთმანეთზე და აი მაშინ პასებსაც აკეთებენ და ყიფიანი იყო აი და ყველა ის გუნდი მანუჩარის და ყველაც არა ესენი იყვნენ პელაზგური დემოკრატიის ფეხბურთელები რა ერთმანეთზე ფიქრობდნენ. გაიგე და ეს არის. ეს ჩვენი გუნდის ეგეთია. სანიოლიც იმედია ეგეთი იქნება და ასე შემდეგ. ფაქტია, იმიტომ რომ შექმნა რაც აქამდე გვიჭირდა აი გეფიცერი უბრალოდ მართლა სერიოზულად გეუბნები რა ხო იცი გულშემატკივარი რა სულ თავისი აზრი აქვს კი ბატონო იძახის ეს სულ დატო არ დაიყენა აი და თავიდან სანქციებს რო უთხრეს რო ისო მოვიდა ამის ყურამდე რომ ფედერაციამ გითხა და ის დააყენა კაც გაგიჟდა ეგ რა არის რაც სახტოში ვერ გაიგო ვინც კაია იმას ვაყენებო მეო რა და ჩაუჯდა ამათ მაგრა გაუგო მეტალურად ყველანაირად ასე დაძმაკაცდე ბიჭო ფრანგი ამხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები ლიგა მოგებული ევროპა სოფლიო კონფლიქტი ჰქონდა ზიდანთან ტიპს ბიჭო ტიპია საინტერესო ტიპი 18-ში იყო ნაკრებში 2000-ში ფინალი წავა და პენალი გაიტანა ზიდანთან ჰქონდა კონფლიქტი იმის გამო რა იქ ფედერაციის რო გრიჯა თავი არაპატია რომ ქვეყანა დააღალატო რა ისე რაღაცა ეს და დიდი ხანი არ ლაპარაკობდა. ეხლა მე მგონი შერიგდე ბოლოს. ისეთი ხასიათიანი ტიპი ეგრე არ არის. კარგია ეს უცხოელი რო ყოს, იმიტომ რომ მაგ შემოტევებს რა, მაგ შემოსევ ის დააყენე, ეს დააყენე, ძნელია ხა ქართველმა აისხლიტო ეგ. რამდენი შემოტევა და ეს ისხლიტავდა ხვალზე მაინც ამსვლელია მე არ ესმის ენა. საჩვენს არა. მართალი ხარ, იმიტომ რომ ჩვენთან მანამდე კაჩალინი იყო, რომელმაც ააღებია, ერთადერთი ქართველი იყო ახალკაცი. რომელმაც მართლად ის არა ისიც მე მოკლეს, იმიტომ რომ შეესია მთელი საქართველო და ხანამას როგორც კი ამ ფეხბურთელებს ფეხი წაუხდა 93 წელს იყო გახსოვს და დაიწყო მე ამ ახალგაზრდა ჭამა სულ მე ფედერაცია ფეხზე დააყენა მე ისევ ჩვენები შეესიენ რა თქმა უნდა როგორც ყველა მე UEFA-სთან მაგარი მენეჯერიც ნოტარი მენეჯერიც მაგარი იყო და ცნებიც მაგარი იყო მე მქონდა ბედნიერება ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში ორჯერ ნაყოფი ფედერაციაში დიდუბეში ინტერვიუზე რა ახასნაირია რა ქონდა რა ყიფოსთანაცაა ნაყოფი რა ყიფოსთანაცაა კი ყიფოსთან ახლა ბერჯერა ვარ მაგრამ ჩემთვის ეგ იყო რაღაცა ნატრა მთელი ბავშვობა რა და ერთხელ ყიფოს ვიღაც მოაწერია ხელი რა მე მგონი ბიძაჩემმა მიშამ რა კულტურამ გაკაბაძემ რა ჩემ მიშოზანო და მომცადა ესე იგი მთელი ნათესაობა ყველი ეზო და დააყონდა ეს ბურთი და რაღაცა ერთხელ დავინახე აი ესე 1 მეტრიდან ყიფოს მანქანაში და ერთი ორი კვირა არ მეძინა რა კაროჩე ისე მიხავა არა ყიფოლა ეგედა მე რაღაცა მაქვს ვარ რო თქვა ეხა მე ლევონ ყიფენდესენ დამესებიან წამართვეს მაგას ვენაც არ ვიტყვი რა მაინც არ ვიტყვი არა ყიფოს გაუმარჯოს ონიაკის ბოთლი მაქვს სომხების გამოშვებული ყიფოს სახელობის აი ახლა წონე ვარსკვლავები აქ წითელი აყლია ხო იცი ეს აი ჩემი წონე მაგარი ამბავი მოგიყვე ეხლა მაგ არ მოხსენ გასაგებია. ყიფოს თავის ცექნება რაღაცეები კაცო. ბიჭო, როგორ არ ეკნება ამას არ. მაგრამ ყიფაიც ახლა შარშან ვიყავი სოფხეთში რა და ბიჭმა დამაბარა რომ იქ რაღაცაო გამიჩითეო რაღაცაო. მე მგონი ხიტარიანზე მთხოვა რა რომ მაგისტრის ხო არა გაქვს რა და ჩემს ვაკაცია კარსა ხარატიანი. ხო არ ვიცი. რა პრობლემაა ძმაო? მართლა? არა, მაგარი ხარ. მაგან შეიძლება. არა რომ შეხვდება და გაუცვლია. მეც ახლა მოგიყვე ეს ამბავი რომ ხო
ჩემო ძმაკაცმა მითხრა რომ ბიჭო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიო რომელზეც ეხა ატყდა ეს ამბავი რომ გადადექიო ჩვენ სტადიონზე და მე ჭუბი რომ მოხდა მაგას გადადექიო რა დაუღუპე დავაქციეთ ხო და მაგას ვიძახ ისინი უყვიროდნენ სომხები გადადექიო ეს კაი ბიჭია ჩვენ მეგობარია რა მოკლედ ჩვენი მეგობრის მეგობარია და წამიყვანა ამ კაცთან რა და ვინ ვისი ნახვა გინდაო და მე ვთხარ ხიტარიანიო არ არისო ფედერაციასთან ნაჩხუბარია და ვაფშე არ ჩადის იქ და მთელი ამბავი და მე ვთხარი მაშინ ხორენა იქნება და ხორენაო მოვაო რაზეა ბაზარზე და ნათამაშები მაგ რო არ დაიჯერებ გეტყვი მე ხორენა მოვიდა გამიჩითა ბურთი საკაიფო ესეც ჩემს ჩამოვტანე მოაწერა ხელი და მე ყვებოდა ამბებს ჩელესთან ერთად რეაქცია აუ მაგას აშნელი ისტორიები აქვს აი რო არ მოიყოლება რა ისეთი ისტორიები აქვს აი რომც არ მოიყოლებოდა რომც მოიყოლება ძალიან მაგარი იყო ხა ჩელემაძის და ჩიოაძეს და ამებთან მაგაცოფო ჩავდივარო იქ სოთო რაღაცა კაი სოთო კი არა ვერთობითო რა ასე ვთქვათ ეხლა ალბათ არავინ არ სვავს კი ვიდეოც არის რესტორანში არიან იქ სომხეთში რო ამ პატარა ყურუმსაღებსაც ბევრი ისტორიები აქვს თუ მოსაყოლის შიგნიდან ნაკრებს აი ეგენი აი დეფიციტი ამათაც ეხლა ქოჩურას მეგობარი არის ის ბიჭი ხო კაი გოლი გაგვიტანა სხვა აუ მაგარი გოლი გრილის გავს გალარის ვიდეო არის გოლი გაგვიტანა ერთად თამაშობდნენ მე მგონი ქოჩურასთან ერთად და მე სულაც ძალიან კაი ბიჭები არის არა უნდა იმეგობრონ ეგ როგორ შეიძლება ეხლა გადაკიდება ერთმანეთს არა რატო არა გადაკიდება თუ ზმა პროსტა ეხლა ფუტბოლი თამაშს რო უგებ ეხლა იქ ისე ბარსელონა რეალია ფილმის ხო ლეგენდარულია ეხლა ის ბოლოფულებით რო დაიღოს ამათრეს და რო ჩხუბობენ თან ბოლო ეგ კარგია რა მე მევასება რასაც ვერ მოვესწანი აი თქვენ ნახეთ ხო ის არარატი დინამო ეხლა სომხეთის ნაკრების საქართველოს ეგ რაღაცა ფირუზ კანთელაძემ რო გაიტანა პენალი გასოს პენალი არ გაიტანა 3-0-ზე ფირუზას ისტორია ხო იცი ფირუზი ძალიან მაგარი კაცი რო დაამტრედე და ფირუზი ნომერს თუ დაიმახსოვრდა სადაც იყო დაიჭერა აუ მე ისმე დაინახავ შენ ეგ არ ვიცოდი მე ის მევასება 7-0 რომ მოუგეთ აჩი მოყარველაც იმრა და თამაშამდე ამ ხანაგური რაღაცა ფეხბურთელებმა დავილაპარაკეთ ერთმანეთს რომ დავჩეხავთო რა პროსტა გავერთო და ავაგოროთო და ჩუ კინკლაძის გააქანის ერთხელ ორჯერ რა დაჩეხესო რა ჩემი კინკლაძე მე ხუთე წააქციესო და ეს ერთ-ერთი სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი მივიდა და იცოდა რომ უკვე ეს ინგლისში თამაშობდა და გიო I am sorry ისეთი მაგარი ისეთი პელე იყო მაგითო ურტყავდა რომ ეს ეთქვა ისეთი პელე იყო თანაც დაიწყო ამ გოლების გატანა ამერიკაში ის დროს და ვაფშე არც მობილური არაფერი არ არის და ნუ დაარეკვა ხდება რაღაცა პირაში ერთხო და ტიპი ჩამოვიდა და იძახის ინგლისელი ტიპი მეუბნება რომ კინკლაძეო იციო და ბიჭო ვიცნობდი ერთი გაი ბიჭი იყო ძალიან კინკლაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეთქი ჩემი მეგობარია არა ფეხბურთელი არ ვიცი მეთქი და რამხელა პატარა ჩვენზე პატარა იქნებს ხო ტიპმა უცებ მითხრა რომ კაროჩეო მეო კასეტაზეო მაგის გამოსვლებს გამოგიგზავნე ერთ კვირაში ჩაგიწერო რა ვაშინგტონში ხდება ეს ხო სოფლიო ბანკში მუშაობდა ეს ინგლისელი გამოგიგზავნე მეთქი ფიქრობ თან ახლა ვინ არის რა უნდა ხან არველაძეები ვიცოდი ხა არველაძე ვიცნობ და ასე არ ვიცოდი რა მოშორებული 90 წლიდან იქავარ გაიგე და აზე არაფერი არ არის არაფერი არ ხო არაფერი არ იყო მაგას გამომიგზავნა ვიდეო VHS-ის კასეტა კინკლაძის მომენტები რო უყურე და აი ცრემლები წამოვიდა 16 იქნებოდა ხო 16 ეგ სეზონები აქტივს ნათამაშები და ამას მეუბნებს დამცილის ხოლმე მე რა ხასიათზე რო არ ვარ გეფიცები დისკს ვაგდებ და მაგას უყურებ მე რატო დაგწევი ვიყავს ბიჭო ლივერპული მანჩესტერი არსენალი ყველა გაცოკაში გქონდა ცოტა რაც ყველა შესაძლებელი რო შეეყარა დღესაც ყველა სიტის ჩარტებშია და დაუბრუნდა ამ ქალაქს ეხლა კაია ვინეს მაღაზია რაღაცეები აქ ტიპი იქა და ამოძრავეს დაიჭირეს ბიჭება და ამოძრავეს რომ ჯერჯერმა პოტენციალი გაქვს მე რომ გიხე გადაცემაში რა დააკელიმეთ მე ვაფშე რაფერია თუ რა დავაკელიო მე შენ ვერ არ დააგრო და რა ითამაშა და მე შენ ვერ ხვდები რა ზოგადად მაგას უყურეთ ესე იგი დათო სულაბერიძეა ჩემი ძმაკაცი ეხაც იქ არის ამერიკაში და აი რომ ჩართეთ და ვიღაც ქართველებს დაუძახეთ რა ეხლა რომ ნახე ერთხელ მაგრამ მომეწონა ეხა იასწრებდა მაშინ იყო რა ამბავი მთელი ქართველობა მოვიდა და ვა შეგენაცვალე და მთელი ამბავი და ახი ტირო და აი კინკლაძის იმერზე რა ყვარა ხო ძალიან მაგარია მაგრამ ის ხანაერი ის სხვა იყო ეს ყარ არის ძალიან მაგარი დაცვაში მათვაში აი ის ხანაერი იყო ყვარა მე შეგდა სხვა შოტოს აქ მოყოლი თამაშზე მოვიდოდაო ეხლა დამიწყო ვერ ეგინება და ის ხან ბუცი დარჩებოდაო ხან შორტი დარჩებოდა ეს მაიტა რო დავეგლებოდი თუ ბურს ესე წელს ორჯერ გავაკეთებდაო
ბურს ვიცები და დაგვასვენებს. 13 წუთის გინდაო, ტიპი დატასაობდაო და ის ტრავმა აი ერთადერთია მაგთაობიდან ვისაც ნერსის ისა დანადაკარებული არ აქვს და ტრავმა არ ქონია. ეგეთი ვირი იყო რა, კაი გაგებით. რა ვიყრებოდა ტიპი რა გითხრა იცი რა კლირო ანუ ვინცო ეხლა აპირებთო ფეხბურთზე სიარულსო ბავშვებს მიმართავდა რა შობლებს უფრო სწორედ რომ აი ცეკვაზე იარეთ მე ცოტა ხარ ცეკვაზე ვიარე და მაგრა დამეხმაროთ ის გასმები სანამ დაარტყავს რო აჩქარებს ცოტა მე რომ უელს რო გადავა თანამედროვე გუნდებში ხო მე ბილანს ვარდი ხო ვიყავ მაშინ კალაძე თამაში და ცეკვას მასწავლებლები ყავ არა ბიჭო მუსიკის თანხლებით აერობიკის პონჩი რიტმებით ვარჯიშობენ ცეკვის ეხა იგი ქართულებს არ ცეკვავენ შემეტროლაელა რომ მიყურება ეხა უყურებ ერთა მოიცა თქვენ ადეკით ერთა აი ხა შენ რა ზედაქცი იცი დღეს ამობრო 90-იანებში დისკი მაჩუკესო და უყურებ და ბჭო YouTube-ის ეპოქაში დისკზე რატო შესირო მაშინ არ იყო მე რომ მაჩუკე შენ დაბადებული იყავ შენ სირა როგორ არის სირა როგორ არის კირკე შენ ხარ მედესი კირკე ხო იცი დაიკარგა შენ მედეჯი ეს როგორ იყო ბიჭო სხვადასხვა უნდა გამოვაცხადო მეგობრებო შენ ხარ მაყვალ ერთი წუთი გამოცხადება უნდა გავაკეთო რა კირკეს მაგალითად აჩუდი პატარა სოციალური რეკლამა მეგობრებო დაიკარგა მაყაშვილის 25-ში დაიკარგა ჯული კრისტენსენის კატა კირკე ანუ ცირა ჩვენებურად დაიკარგა შავ-თეთრი მოხაზულობის კატა არის ძალიან გთხოვთ მაყაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს ზემოთ გოგებაშვილზეც ქვემოთ ბარნოვზეც კიდე რომელი ქუჩა იქ ჯავახიშვილზეც და ასე შემდეგ ძალიან კარგად გაიხედ გამოიხედეთ ჯავახიშვილის აღმართზე შეიძლება იყოს ქვემოთ შეიძლება თათრიდაზე ჩავიდა მაგრამ ვიპოვოთ ჯულის კატა დაურეკეთ ნინიკოს ტელეფონი არ მაქვს მაგრამ მოგაწოდეთ მივაწეროთ ნინიკოს დაურეკეთ ნინიკოს დაიკარგა კირკე ანუ ცირა ქართულად ეხლა რა მაძობოს თო ეხლა მე ჩემ გვაჯაია ზონა თქვა მაშინ ეხლა გვაჯაია დიდი მეგობრებო ეს ეგრე დავიწყე 8 წელი ყავდა ძაღლი ყავს ეხა სთვლი 2 სმაილა და გვაჯაია გვაჯაიას დაემართა მოზიკაცი იყო დადიოდა ბოზებში და აი კიდევ ენერგიული კიბო 7 კვირა თამაზელის ბარაშვილის კლინიკაში უმკურნალეს ძაღლს გადასხმები უკეთეს ქიმიები მოარჩინეს აგай რამე გამახსენა და ვიცი მორჩა ბიჭო ზაღლი მოჯანდა კატრაცია გაუკეთეს აცრეს ყველაფერი და სახში რომ უნდა წამოეყვანათ ჩემთან გალიას თავი დაარტყა კარი გაანგრია და გაიქცა ბიჭო ვაფშე წავედი ვეძებ ეხა კიდე მიდვარი ქალებში და აი არ დადის ეგრე ეხლა მეც მაქვს იქტრიალე შენ ეხა შენ დაიკარგე თვითონ შენზეც ვიტყვი მეც ვიტყვი დაიკარგა ნოდა სიმსივე ეხლა მე ვიტყვი 2016 წელს გავიცანი უსაყვარლესი კაცი რომ მეგონა უსაყვარლესი იქნებოდა პელე კომენტატორი ასე შემდეგ მაგრამ ხელიდან წავიდა და დაიკარგა დარჩა მარტო წარბები და მისი ნაკვალები აი ეხლა ვინც ნახავს შემატყობინეთ მომწერეთ პირადად ორჯერ რაღაცა თუ ორჯერ ყლებება გააკეთე რა შენ ხო რასაო სხვათაობა ვართ ბრატ რა და თანახერები გვაქვს ესეცება მოხდა იმაზე რა სხვათაობა კაც უსმენ აი ესე პირდაღებული იმდენად ასიაბოდო და შენ როგორც კი იწყებს საუბარს მივდივარ ჭაობის ეხლა ეს შეპირისპირების მეთოდი არ არის სწორი როგორ უნდა გავაკეთო აი ეხლა უყურე აი მანუჩარა გაიხსენე გახსოვს მანუჩარას კადრები მაქვს და მანუჩარა და ყიფო და შოთა ხინჯაგაშვილი გაიხსენე ბიჭო შოთა ხინჯაგაშვილი შოთა ეს იყო კოლექტიურად უნდა ვითამაშოთ იგი ყოველთვის საჭიროა არა ურთიერთდაპირისპირება ეს არავინ არ მოგატყუს ეხლა უყურე არა ის ჩვენ გვაქვს ერთი გამოცდილება მე და ძიმა მიგვაჩვიეს სუპის ჭამას კოლექტივში ამიტომ ვიცით ეს ამბავი შენ ახალი თაობა ხარ. აინც ინდივიდუალისტური გაზდილი, ინდივიდუალისტური. და კაცმა რა თქვა ახალი თანამოძამეები ტერმინი. რა თავარია, არ დაუჯერო ისეთ რეჟისორებს, რომელიც გეტყვის, რომ ეს და პირიქით. შოთა ხინჩაგაშვილის მეთოდი და საშა ჩივაძე. ერთად და მე ბოლოს ვინმე თუ დაიკარგა რა თუ დაიკარგა ჩემ ბატონო ჩვენი კირკე ცირა სადახარ გოგო მოდი ჩვენთან აკლი ხარ არა მარტო წალენჯი ხარ არამედ თელ საქართველოს და ერევანშიც კითხულობენ ცირა გაგვიბრუნდი დაურეკეთ ნინიკოს ეგ არის აქედან ამოვაკეთოთ ნინიკო მოგეს მაგრამ ესე მომდე ხო საცხოვრო თვირიში გიას იცნო ნინიკო დიმა მედეს მაგა ირაკლის ვეთამაშო ფეხბურთი და თუ უნდა თვითონ კი ბიჭო არ ვიცი არ უნდა რა შეჩემა დაანების ეს კაია რა მილები დამძრა ბიჭო რა დროს ჩემი ფეხბურთია მაგრამ შენ დროს ხო იყო ესენი არა სასჯელი
არის ხო ჰოკეი ხო იყო მაგიდის ჰოკეი არა ესეთი ძალიან მაგარი არის ეს ძალიან მაგარია თორე ისეთ პატარებზე ჩემს შულსაც ვეთამაშებოდი არა მაგარია რა აბა მაშინ PlayStation-ი არის კი ეხლა PlayStation-მა შენ კამა არა ვერ ვთამაშობ მე ცოტა გოიმი ვარ მაგ საკითხებში ხარ შეიძლება ასე არ თამაშობ თუ მაგრამ როგორ დაიცი რომ ვასწავლო რომ მე გადაუვარო 5-0 ბიჭო რა მასწავლო ხო იცი რომ რა თამაშები მაქვს ახალგაზრდობაში ეგ როდის თამაშობდი 70 ეს ახალგაზრდა FIFA 75 ეს ახალგაზრდა FIFA 75 ახალგაზრდა ბებერი არ გინახია არა ბებერი ეხლა თქვა შენ რომ ამას ასე ატვალებს უბერავს რა შენ რის რექტორს მეძახი ხლა თქვა გადაგიგია მამა შემუშაობდა შეჩემის ამან და მე რატომ ესიერების ეტალონი ხარ ო დიდი მადლობა პირველად მოხდა ასეთი რამაც რომელ ინსტიტუტში რა გეკანო იყო გადაგიგია იყო ფიზიკის არსების ღიდან იყო რა ხოთაშორის ძალიან მაგარ თაობას მოვესწარით და აი მაგაზე ძალიან საინტერესო რა არის აი მაშინ ეს სიჭინავა და ესენი რომ თამაშობდნენ ელესთან ერთად ითამაშა სამხატვრო. აუ ეგ მაგარი თემი მოყოლილიც აქ. ხა წარმოიდგინე რა, აი ჩვენი მამები რო იყვნენ და მოღვაწეობდნენ ამ პერიოდში მიშა მესხი თამაშობდა. რო წარმოიდგინე არგენტინაში ჩავიდა ტიპი. ისეთები ჩაუტარა არგენტინელებს. მთელი არგენტინული პრესა წერდა რომ ეს ვიღაცა კაცი ჩამოვიდაო, საიდან კაცო. არ იცოდნენ საქართველოს მე რო ჩავიდი ამერიკაში. მიშა გაცილების თამაშზე რო იკითხე, თამაშთუაცილებ ვიღა თამაშობს. რა თამაში? ვიღა საცილებ თუ ევროპელები. მაგაზე მიშა მესხი. აი ზუსტად მაგაზე არის ლაპარაკი რომ მიშა მესხი რო ახლა მე მოყოლითვით მარტო 69 ლაუზზე და ბილეთები რო იყიდებოდა. ამაში მეუბნებოდა რომ მიშა მესხი იყო ისეთი ფენომენია რომ მზეზე დგომას არ უყვარდა. ის დაგდებოდაო და მაგრამ რო გადაწყვეტდაო რომ უნდა მთელი გუნდი მოატყუოს და პაგოლი გაატანიოს ან სლავას ან ვიღაცა იამანიძეს ან ვიღაცას რა ისეთ რაღაცას ჩაატარებდაო რომ მაგისტვის ღირდა მისული პირდაღებულები ხო ის მახსოვს აი ბესკო ერთადერთი არის რომ მართლა მინდა რომ წაიყვანა სპარტაკში ძმაო თან ხო იცი არაულად იყო მის რაღაცები 2-3 სეზონი იყო ჩემპიონი გახდა და მეორე ტაიმები შეყავდა და ხედა კრაიზზე რა ისე მაგაზი ამბობენ რომ გენეტიკური ფონდა არის გენეტიკური აი ეს პრაზა ინტერეს უყურე იმას თქვა რა ბიძინა ბარათაშვილს ქონდა რომ ლიმიტიაო ცოტა რომ ეს თუ მიდის ვიღარ რჩება და რაღაცა დასტური არ არისო მაგ ეს არ არის გუარი მე ვასება და ვამბობ რა ზმაო დასტური აი აბარა აი როდის გითხარი რა თქვა უყურე მიდია და მაგარ არის არა თქვა რომ რაღაცა მითები იყო და რაღაცებზე საერთოდ ნოდა მე კი არ ვადასტურებ შენახლა აკეთებ დეკონსტრუქციას და სუფთა რა დეკონსტრუქციას უნდა მოხდეს რეკონსტრუქცია აი გეტყვი ხო რეკონსტრუქცია რეკონსტრუქციას გაიგებ რეკონსტრუქცია დერიდას ვარიანტია ხო ეხლა შენ დერიდა გაიგე და რეკონსტრუირება გავუკეთებ რეკონსტრუქცია რა არის იცი რომ ხესახო ცუდა გამოიყურა გადადე რა უკან იმდენად მაგარი იყო რომ არგენტინაში და ბრაზილიაში ჩავიდა მიშა მესხი გენიოსი და კაც რომელსაც მზეზე დგომას არ უყვარდა ჩრდილში დგომით იმდენი გააკეთა რომ ეს ორი პელეს გარენჩას და არგენტინა დი სტეფანოს ქვეყანა ალაპარაკი როცა დი სტეფანო და ორბილებს ყიდულობდნენ ხო ეკით და დი სტეფანო მაშინ ევროპის წამყვანი ფეხბურთელი რეალს თამაშობდა თამაში იტანდა 5 გოლს საშუალო დაახლოებით ეგეთი ის ხო გუცაევზეც ხო იყო ის ნახე იმ დღეს ესპანელებს კონდა გუცაევი გენიოსი არის ბიჭო აი გუცაევს რო უყურებ ეხლა რომ გამოდის მიხარია რა ძალიან მაგარი კაცი ესე საოცარი პიროვნება იყო და რეალს უნდა და ყიდვა მილიონებს თავაზობდა წარმოიდგინე გუცაევში და არა მარტო ხადია რეალსაც ხო უნდა და თუ არა რეალს არ რეალისტები იყო აგვიმტრია ახლა იყო დაანტრია და აი გახსოვს სოფლიო ეგეთი ტიპი იყო ის პროჭი რა გოდიშვილი კი ტიპოს რო უთხრა არა ესე მაშინ სენტეტიანი გუნდი იყო მაგარი გუნდი იყო და პლატინის და ესეთი არა просто რეალზეც მქონდა გაგონილი სენტეტიანი პლატინის დროს კარგი იყო არაველა ვიდეს ბიჭო ახეული ყავდა რეალები ესენი ბოშკოვი აი კარაველა გაიხსენა დიმამ რა აი რაღაცა ისეთი აი მოკლე პერიოდში ისეთი თასები გვაქვს მოგებული ხო იქ საბჭო მუზეუმს რატო ვერ ვაკეთებ შენი არის კაცო ის არა შენ არ უწონს პროსტატო არა რა შენ მოგწონს რომ შედიხარ დიდი ხანია დინამოს საპრესო კონფერენციაში შედიხარ იქ კუთხეშია მიდებული რაღაც თასები არა სტადიონზია ბიჭო არ არის კინის კარები რო შესწორი იქ არის მო მუზეუმი არ არის დიმა არ სახე არ არის იყო და მამუკა კვარაცხელიას უნდოდა ადრე დაიწყო რა უნდა მე ვუთი თავი და გავაკეთო ავითაო ის მაგი არ ვიცი აი სიმართლე გითხრა მაქსაკის კომპეტენტური არა ვარ მაგრამ აუცილებლად გაკეთეს იცი რა არის ეხა რაც ძიმა ამბობს
თუ არის ძალიან კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვინმე რო იყოს ღვთისმიერი მთავრობაში, გავაკეთებდი ეგეთ რაღაცას, რომ თლიანად სამუზეუმო ქალაქს გავაკეთებდი, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან ბევრი ლეგენდა ყავს და დღესაც ყავს უკვე მომავალი ლეგენდები. რა როგორც ხვიჩარი, როგორც მამარდა უკვე ხატრული ფილმი და ქართულ ფეხბურთს დაყიფიანზე, ნო ხატრული ფილმს ვითხოვ. აუ რა მაგარი. ბიჭო, იფიაზე, დარასელიაზე, დარასელია. ეხა ისე ვთქვი, თორეზე შეგვილია. გიორგი ითამაშება მაგრამ ყველანი შენგელია. აი, უყურე სულაქველზე ცოცხალია ფესვაშო მიშას ათამაშები პატარა მე ყველა მითი რომ მიშა მე სხვა ითამაშა ეგ მაგარი იდეა ნერგები ბიჭო ყველა მიცის რომ ითამაშა ანუ უყურეთან როგორი თემა შეგვილია ხო ეხლა გავასაგებე რომ კინოში არა გვაქვს რაღაცა არ ყვავის ეხლა ეს კინო ჩვენთან კინოინდუსტრია დღეს მაგრამ ფიქრი უნდა სცენარის დაწერა ხატრული ფილმი ყველა მათგანზე რო გააკეთო დაჟე დავიწყოთ ნუ რაღაცა დავიწყი ფიანზე დიდი უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა და გამორჩეული ფიგურა იყო დათო და მადლობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კაცო ფეოლას მაგალითი და გაკეთდეს ესენი რომ ყველა ფეხბურთელზე იყოს ხატრულის იყოს დოკუმენტურის იყოს და ასე შემდეგ აჩვენონ გოლები და ასე შემდეგ და ათამაშებს ნედეს იყოს მათი ხელმოწერებით ბურთები და რაღაცეები რომ იდოს იქ და ბარსელონას ყოაკეთებს მუზეუმი კამპნაუზე საოცარი მაგას ვიძახი ეხლა არავენა გამახსენდა ათამაშებ დიმა თუ გადაიღე ვითამაშოთ ფეხბურთი მაინც დიმა ათამაშებ კინო თუ გადაიღე შენ გათამაშებინებ ბურთებს არა ხო იცი რომელ ბურთებს გათამაშებ მე მეუბნები გუნდური რანაირად ორ ბურთს აუ შვილის სკოლა ეს გუნდურობა თუ იტყვი კი ვითამაშებ მე უკვე გუნდურობა იქნება გიბი ბილბი ბანალურია ეხა აქ თუ ამ ნაწილს სოსისებს დავამყარებ და ერთი ჩვენი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში ბურთები გამოვიწერეთ ძველი რეტრო ბურთები ჩამოგვიდა ხუთამდე ვიდან ეს მოგეხმარები არა ხუთამდე ივანყნათ არა არა მაგიდას არის დავდგავთ ეხა ამას და ხუთამდე შეგვიძლია ბილიარდის მაგიდაზე კი და ბილიარდი ბილიარდის გაიაკეთე აი ეს ჩემია ისი ჯარს გეგმები ორ წუთამდე რა ხუთამდე რა მადლობა გაიხარო მადლობისთვის ძალიან დიდი მადლობა კაი იყო კარგად გავატარეთ რომ მე მაღოფილი რასაც ველოდი ეგ ჯიგრობა ჩაატარე და ამა ორჯერ რაღაცა ჩა მაგარი ყლეობებით ქორჯე მაგას აუცილებლად ცალკე გაჩვენებთ ყველას და მე მეუბნებოდი ეს ის რა არის ეს ვინ ახარ ვინ შემიყლე ხარ ვინ ახარ გავედით ლაზარეში რო ხოც მამა რო ინტერესებს აი ეს უნდა მიყვარდეს კახირული და აი ეგეთი შეფასება და შიანგელოზო საქართველოს სამადადებო საქართველოს რანასე ეს არის ჰიმნი მატჩის დაიწყე ჰიმნი არის დღევანდელი შეხვედრის თერფასო ტელემაყურებლებო ლაპარაკობს თბილისი აი ისე გაგიჟდა ხალხი იცილი სტუმრები შემოვიდნენ ვიღაცები მიდი ლოსჩიკოდები კარა მიდი კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ამჯერად მაგიდის ფეხბურთში ერთმანეთს ხვევიან მუშკუდიანის სახელი ვახსენო ანარქისტების კლუბი კაკაბი და ფემინისტების კლუბი სიმსი ვ დუბლი ვ წუთა 2 წუთი გვაქვს დრო და თუ მოვიგე შენ შემდეგ ეპიზოდში იცეკვებ თიულურს ჩაკურებს გავაკეთებ შეპირებოლე ხალხა აი ახლა თიულურს არა იმას 3 ეგრეა 2 1 წავიდა კაკაბი არა ეს არის სერაფი მახნო ანარქისტები დაწინაურდნენ 1-0 დრო გადის თორე მაგრამ კიდია რა მე ბურთი არ ვიციო და მეგარე წავიდა გოლ დარტყმა ეს რა მაგრა თამაშობს არა სოფრია მოგლატყმაჩი არა რამწოდია არა მიდი შეწევა არ დაინდომბო დიდი მაგის დაცვა ნახევარ დაცვა წავიდა დარტყმა მიდი არა ბიჭო არა მიდი შეინარჩუნე გოლ 2-0 ნოამ ალექსანდრესე შეტანდა ბურთი გუკა კი მოეს ერთა მე საჯი ვარ და როცა მინდა მაშინ გავაზრე მაშინ ეს არის მახნომ გაიტანა და ეს არის ემა გოლდმანი აჰა მიდი ემა ტრანსგენდერული გუნდი მიდი ემა აუ დიმა დრო გაარჩევა მიდი გაგა
მიდი გოლ ეს იყო ეს არის საშა ბერგმანი საშა ბერგმანი 40 წამი დარჩა 3 2 3 და ამათი არა ბერგმანი წამოიღე მოდი დადებულე ანუ დუნდებით ვაო რა ეხლა გაიტანა გლორიას ტაინერა გლორია სტაინერა 3 2 მიდი მახლა წავიდა დათმა მიდი მეცი არ დავუცმო მიდი ეგრე დაამატე რა 15 წამი და არ ვამატებ 2 წუთია შეტევა აუ თუ შევა დაამატე გოლ მიდი მიდი რა 10 წამი წავიდა 10 წამი 7 8 სადან 9 6 დაამატე 2 1 0 აი ვირბაზაგორელო 2 წუთი ანარქისტებმა დაამარცხეს ფემინისტები ხო რა ირაკლი გაგაბაძე გამარჯვებული რას ხო შეცემა გოლი გაიტანა ემა გოლდმანმა გაიტანა გადაწყვეტი გოლი მოდი ირაკლი ემა ილოცავ გენაცვალე აი ისე უნდა ვახიარო რა ესეთი ტემპორი თან სათვალეებით ღერებს ვერ ხედავდა ბახური ესეთი მატჩი არ ყოფილა ესეთი მოგრებო ძალიან დიდი მადლობა შენ ძალიან დიდი მადლობა ცოტა გაგიარეთ ეხა მაგრამ არაუშავს გეიხარეთ გელოდებით გვიყურეთ გამოგვიწერეთ და კატალონა ვიპოვოთ არ დაგავიწყეთ შევხვდებით ერთმანეთს ანარქისტულ საქართველოში სადაც ემა გოლდმანი დალევს ქართული მატრიარქატის საწეგელოს საქართველოს გამწყინდება და ქალები მატრიარქატი მართავს საქართველოს ბოლოს და ბოლოს საქართველოს გაუმარ ჯო ავედით აბა ჰედა აბა მადლობა